შემიძლია თევზის ჭერა გასწავლოთ, ან თევზის მოგცეთ, არა, ჭერა ჯობია. კაი. შენ ხარ ის მჟავე კიტრი, რომელიც ზედაშმა ჭამა. ადამიანი ბოც უჯედებს სესხლობს სამყაროსგან, იყენებს და უკან აბრუნებს. რამდენი გაბეკითხები მაქვს? ჩვენი სხეული არის სკრუპულოზური შეფივით. თუ ყველაზე კაი ინგრედიენტები არა აქვს, კეთებას არ იწყებს. რა არის ყველაზე არაჯანსაღი ქართულ საახალწლო სუფრაში? მე ზოგადად არ მოყვარს ტერმინი არაჯანსაღი. ჩემწვარი გოჩი, ჩურჩხელა, ლაბა. არის რაღაცები რაც სულაც რომ რეცეპტი რომ დამიდო, მაინც ეგეთ ვერ ვაკეთებ, როგორც ზედაჩი მაკეთებს. საქართველოში ნაბახუსევი აქტუალური თემაა. დაახობით როგორი რაღაც იცი, ვიღაც შეთავაზ რომ აი წნევა თუ გაქვს ფეხში ტყვია ისროლი რომ წნევა დაგივარდე. კარგად, სვავ 1000 კილოკალორიაზე ასრული ხარ 5-6 ჭიქაში. ძალიან მალე. მხოლოდ ერთი საკვები პროდუქტის ჩამავა რომ შეგეძლოს, რას აირჩევი? მელანდება სამყარო, სადაც ეკვადორში ვიღაც მაცივაში ტყემალი უდევს, ხვდები? აი ერთ ჭიქაში ეს არის მონელებას ხელს უწყობს. რომელ ხეს ამ ბუჩქს აწყობს ის რომ ჭამონ. ადამიანს შეგვიძლია მოწამო ძალიან მარტივად საჭმელის არასწორი კომბინაციებით. ჭიხით თუ ბოზბაში. ო ტვინზე რომელიც საკვები მოქმედებს ყველაზე კარგად. იგივე რომ ყველასთან გამშარო თუ რა იყო. ამინ. ვის დაუჯერო, სად რა ავარჩიო, რომელი კარაქი ვიყიდო. ეხლა რო არის და ბედნიერი ხარ რა. მაგიტო ჩვენი სფერო იძახის ჩვენ პასუხობს ვიხსნით და აგი ექიმები მაკეთეთ ყველაფერი საქმე. ჩვენ გაჭმე. ჩვენ გაჭმე და კუნელობაზე იმათებად რა დაგვანებეთ თავი. ჩაკეთო. მადლობა. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. ეპიზოდის პარტნიორია წყალი მთის. გამარჯობა, პირველად ვხვდებით 2026 წელს ჩვენ ერთმანეთს, გილოცავთ პირველ რიგში 2026 წელს, კარგი წელი ყოფილიყოს, რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო მოეტანოს თქვენთვის, თითოეულისთვის, ვინ ჩვენ გვიყურებს და ვინც არ გვიყურებს, მათთვის ასევე. ახალი წელი რთული პერიოდია, ამ პერიოდში ყველანი ვიკვებებით, გვიხარია, არ უყურებთ რას ვჭამთ, რამდენს, რას ვსვამთ, როგორ და ჩვენი ჯანმრთელობა ცოტა არ იყოს ზარალდება, ამიტომ როგორც ყოველთვის ჩვენი პოდკასტი ისეა თუ ასეა ჯანმრთელობას ეხება. შესაბამისად დღეს ვისაუბრებთ იმ თემებზე, რაც შეეხება თუნდაც აი ამ მძიმე პერიოდში ჩვენ ჯანსაღ-კვებას, თუნდაც არაჯანსაღ-კვებას და გავითვალისწინებთ იმ კარგი ადამიანის რჩევებს, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობს უკვე საკმაოდ დიდი ხანია. ჩვენი სტუმარი არის შეფ-მზარეული, გასტრონომი, კვების ტექნოლოგი და ფანტასტიკური ადამიანი ლუკა ნაჭყებია. ლუკა, ძალიან დიდი მადლობა. რომ მოხვედით პოდკასტში. ჩვენ ბევრს საუბრობთ ხოლმე, სხვადასხვა ექიმები მოდიან ჩვენთან, ცნობადი სახეები მოდიან. ჩვენი თემა არის ჯანმრთელობა. შენთან რა თუ არა ვისაუბრებთ კვება და ჯანსაღი კვება და ჯანმრთელობა. მათ შორის არაჯანსაღი კვება, თუნდაც რაც საქართველოში მოდურია, ხო? მოდურია მსოფლიოში ზოგადად. კი, არაჯანსაღი კვება მოდურია. კარგი, მოდი ესე დავიწყოთ, რადგან ახალი წელი გვაქვს, გილოცავ პირველ რიგში. ახალ წელს კარგი წელი გქონოდეს. მადლობა. ესე იგი, ქართულ სუფრას, ახალწლო სუფრას რომ გადახედო, შენ როგორც ამ სფეროს მოღვაწე ადამიანმა, თან მეცნიერული კუთხითაც, რასაც ჩვენ გიყურებთ და მაყურებელი, შენ საკმაოდ ღრმად ხარ ჩასული და ტექნოლოგიის გარდა, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა არის ყველაზე არაჯანსაღი ქართულ ახალწლო სუფრაში? იცი, თავისთავად არც ერთი ერთეული ცალკე მდგომად რა, მაინდა-მაინც ხა ალბათ გოზნაყი რო აიღო, შეიძლება იყოს ყველაზე ინტენსიური. მე ზოგადად არ მოყვარს ტერმინი არაჯანსაღი, იმიტომ რომ დოზირებას მნიშვნელობა აქვს, პორციას, რასთან და შეხამებაში არის. არაჯანსაღი არის ის პატერნი და ინტენსიურობა და იმ ასე ვთქვათ, ნაერსახეობა, რაც ხდება ხოლმე ახალწლებზე ხოლმე. ეს არევა ერთმანეთში, იმიტომ რომ ახლა იცი რაღაცა არის მაგალითად ახლა ნიგოზი თავისთავად ცნობილი არის იმით, რომ ანუ არის იუგლონია ეგეთი ტოქსინები, რომელიც ნიგოს თავისთავად აქვს. თან ეს დასაწყობებული ნიგოს პარალელურად მიკოტოქსინებიც აქვს, ანუ სოკოს ტოქსინები ხო ანუ თუნდაც ეს აფლატოქსინზე რო იყო ისტერიკა, ეგეც საკმაოდ ხშირია ხოლმე ობის ფორმით ხოლმე ნიგოზზე, მაგრამ ეგ ერთი თაკე მდგომი, მაგრამ ზოგადად აი უნივერსალური ის არის ხოლმე რომ ადამიანის კუჭის სფეროს აქვს ორი მკაფიო განსხვავებული რეჟიმი აქვს რა. ეს არის ფერმენტული ფაზა და ეს არის მარილმჟავური ფაზა რა. მონელების დროს ხოლმე, რაც ერთმანეთთან კარგად არ არის მიქსში ხოლმე რა. ანუ ჯერ ერთი უნდა მოხდეს, მერე მეორე უნდა მოხდეს რა. და როცა ურევ ცხიმიანს, ცხოველურ ცხიმს როცა ურევ ინტენსიურად, ან ნებისმიერ მცენარეულ ცხიმს რო ურევ, პარალელურად ნახშირწყალს აყვანებს ინტენსიურობით, უბრალოდ შიდა კონფლიქტი ხდება მონელების სისტემაში, დიდი ხანი დაყვანება ხდება საკვების ხოლმე, იქ დუღილი ხდება, იქ მერე კეთილშობილი და არაკეთილშობილი ბაქტერიებიც აქტიურდებიან, ცალკე ყაბზობას იწვევს, ეგ მეტეორიტს იწვევს და ამიტომ ეს აღრევა და დაკავება ნაწლაურ სისტემაში არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც სუფრას ახალწლო ეგეთი ინტენსიური არის რა და რთულია სხეულისთვის.
თან მე ეს ტოქსიკური რა ქვია ფერმენტაცია რაც ხდება ხომ ნაწილი შეიძლება ტოქსიკური იყოს რაღაც დონეზე და მან ღვიძლის დაწვით ხდება თეკმელების და ასე შემდეგ რა ანუ ბევრი წმანი რაღაცა ერთი რაღაც კონკრეტული მიზეზი არ არის ხო რა კომბინაციაა მიღებულია პასუხი მიღებულია აბსოლუტურად არა ურიოდ ძალიან არის კაი რჩევა ესე თქვა რა მონო მიმართულებების და მე ეგრევე ვნები ხომ ჩემ მithumetes აი ვინც მარხვაზე ან რაღაც ეგეთია ხო ვენებით რომ მოდი ახალი წელი დაუთმე უფრო შეიძლება დესერტულს შეიძლება ხილს ბოსტნეულს საათი რაღაც ეგეთი და თუ მანდ თან პარალელურად რელიგიურ მასში წარმოდგენებში წაგეждდება და კულტურულშიც შობა დაუთმე ხორცს მაგალითად რა ნაყავი რომ ერთი და იგი ერთ განსხვავებული სფეროები თან იქ ანტინუტრიენტების ამბავიც არის ერთმანეთს ხელს უშლის მონელებაში და აბსორბციაში და რაღაცები და ეხლა ხილეული მაგალითად პარკოსნები ძალიან ცნობილია იმით რომ მინერალების აბსორბციას უშლის ხელს მაგალითად სხეულში და ნუ აი წარმოგიდგენთ ხა ალკოჰოლი პარალელურად პარკოსნები და პარალელურად ხილეული რომელიც ის და მინერალების აბსორბციას ხელს უშლის ხელს და ჩათვალე დეჰიდრაცია პლუს მექანიზმი რომელიც რეჰიდრაციას აჩერებს და აი ეგ არის სტრესი ხო მე გიგზელებს ორი დღით მონელებს კი მონელებს ყველაფერს გიგზელებს რა მე გარი რა ზოდის გაჩნდა ქართულ სუფრაზე შენი აზრით ან შენი გადმოცემებით თუ გაგონილით ყოველთვის ისტორიული მონახაზებით ჩემწვარი გოჭი, ჩურჩხელა, ლაბა, ხალადეცი ეგრეთ წოდებული და გოზინაყი. როგორ არის ამის ისტორია? ხო არ იცი? საქართველოში გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა დამწერლობითი ისტორიის კულინარიის. რა 2 საუკუნის, 3 საუკუნის კიდევ არ მედის ხომ. ანუ მე-17 საუკუნეა ყველაზე ძველი რაც შეიძლება ნახო. ხო, რაც ის აი ალაგ-ალაგ ნახე, იცით როგორ დონეზე აი ჯავახიშვილის ტომეულების ბიარი რეალურად ყველაზე ადეკვატური რაც გვაქვს და ნუ აი ის მუხანსაბას და რაღაცები არის პატარ-პატარა იმიტომ რომ ანუ არ გქონდა რა აღწერობა და ფორმულირებული კულინარია მეფე რუსეთის დროს გაჩნდა რომელიც ფრანგული ბაზა იყო რა და ეგ ბაგრატ ბატონიშვილის წიგნი არის რომელიც კერძებს ასახავს რაღაც ეგეთი მაგრამ მანამდე ფაქტობრივად ეგეთია აი ალაგ-ალაგ ეს თქვა გოჭზე ხა ეს მეტი გოჭი ხორი საკმაოდ დიდი ხანია საქართველოში არსებობს. გოჭი და ახალი წელი რატო ასოცირდება ესე? ან საცივი და ახალი წელი. ასოცირება რატო ხდება ამაზე? ეგ ზოგადად საფრანგული კულინარიის ნაწილი არის. და ზოგადად კერძის ასოცირება დღესასწაულში. ჩვენთან არა, ხო, ანუ იმათმა დაიწყეს და ჩვენთან ჩამოვიდა ეგეც ბუნებრივად რა. ეგ იყო მე საფრანგეთის მეფის კარზე ლუიების პერიოდის დროს გაჩენილი კულტურა, რომ თავარი კერძი დემონსტრაციულად გოჭი ან რამე სხვა სხვილი ზომის ხო წופეხარ რომელიმე საქონელი ესე ვთქვათ და მაგას მოყვაგი წავიდა რუსეთის მეფის რუსეთში წავიდა პარალელურად ჩვენთანაც წამოვიდა და მე რა ქვია დაისადგურა ესე ვთქვათ რა ეხლა რა ხდება ლუკა შენ როგორც ამ სფეროში ისევ და ისევ აქტიურად მოღვაწე პერიოდში ხარ ხა ხო შეიცვალა თუ არა ბოლო 20 წლის გაი თაობები იცვლება ხო ჯენზის თაობა მოვიდა მილენიალები რაღაცა ცალკე იყო იცვლება თუ არა კულტურა კვებითი საახალწლო პერიოდში ეგ ძალიან ღრმა ფსიქოლოგიური იმპრინტია ძალიან ღრმა ჩაბეჭდილი რაღაცებია რაც აბათ საუკუნეა 5-6 თაობა მაინც ჭირდება რომ რაღაც თუ რა მოხდეს ხომ პატარა რა რატო ის რა ქვია იმას ოლივიე ცოტა რაღაცა არა მაინდა-მაინც არა არის ხო ხო მე ჩემთანაც არის მივხვდი იმისა რომ ხა მე ვიძახი რომ არ მომწონს ოლივიეს კონცეფტი იმიტომ რომ მართალია ართურ სული არ არის ოლივიე რეალურად რა იყო ფრანგმა შეფმა ალფონს ოლივიერმა მოიგონა მართალია პეტერბურგში მაგრამ მაინც თუ ალფონსი თუ ოლივიერი იყო მოკლედ გვარად რა და მაგარ მოიგონა მიხედავთ მაგის და სხვანაირი გახდა ეს საათი მილიონერჯერ შეიცვალა და თბილისში სხვანაირად კეთდება მიხედავთ მაგისა მაინც არის და ოკეია რომ იყოს არაუშავს რა ანუ რა ხა კულინარიული კულტურა არის მულტინაციონალური პრაქტიკა ისე სახელს ოლივიეს ეძახი თუ რამე სხვა სახელს არა ოლივიე სტალიჩნი ხო არის სახელი მაგრამ არა ოლივიე იმიტომ რომ ნუ ხა რაღაც პატრა ედიტ იმ შეფს ვინც მოიგონა რა კარგი შენი საყვარელი საახალწლო კერძი არა იმიტომ რომ რაღაცა ის აკადემიურად უყურებ ყველა კერძს რა თქმა უნდა მაგიდასა როჟდები გემრიელად მიიწევ ხო გოჭი მე სისხლისმელი ადამიანი ვარ ხორცები მე მაგის გამო ძალიან ბევრს არ უყურავ იმიტომ რომ აი პატარა გოჭების ხოცვა რაღაცა შენ თვითონ როდესაც ახალ წელს აი წელს ახალი წელი გავიდა 2026-ში დადგა ან შარშანდელი ან მანამდელი ხო არა გაქვს რაიმე ტრადიციული კერძი ხო ოჯახში შენ წამყვანი სპეციალისტი იქნები ამ მიმართულებით ხო შენ წამოდგინე და არა არ ვარ წამყვანი სპეციალისტი ოჯახში ზრუნავენ ამაზე ოჯახში ან ხედ ისე რაღაცები რაშიც არ ვერევი ახლა ეჩემს რაღაცეთ კომპეტენციები რაშიც შემიჩარავ არ შეიძლება ხო ეგ ბაზარით შემთხვევაში არის რაღაცები და სულაც რეცეპტი და ამიტომ მაინც ეგეთ ვერ ვაკეთებ როგორც ეჩემ აკეთებს ამიტომ ახლა მაგაში არ ვერევი ხომ მაგრამ ანუ არ ჩვენ გვაქვს ისეთი რაღაცა
ოჯახური ტრადიცია გამომდინარე ბუჟენინა რაც იყო კიდე ხომ ერთ-ერთი ეგ რომელიც კეთდება ყოველ წელს ხომ ჩვენთან ოჯახში იმიტომ რომ ეს ფრანგული გუვერნანტიდან წამოსული ეს ხო იშვიათია ხომ მაგას შედარებით გოჭი არის ხომ ბუჟენინა ესეთ საუკუნეზე მეტი ოჯახში კეთდება ეგ მოყვება და მაგიტო აი რაღაც მე-19 საუკუნის ბოლოდან სულ ყოველთვის არის ბუჟენინა ბუჟენინა თუ მოგიდახალწე შეთანადო გაიჩნდა კი გადაშო რესტორანში მაგ მენიუში მაგის გამო რა რესტორანში აუცილებლად გესტუმრებით ძალიან დიდი სიამოვნებით მე თვითონ მიყვარს გემოვნება კარგი კერძების და სხვადასხვა აი ბაგრა ბატონიშვილის წიგნი და დროინდელი რეცეპტის ადაპტაცია არის შეთვალეთ მე-19 საუკუნის რეცეპტი არის ფაქტიურად რა საინტერესოა მადლობა კიდევ ერთხელ აქვე უცებ სპონსორს წარვადგენ მინდა გითხრათ რომ ძალიან კარგი ამბავი გვაქვს ჩვენ რომ ახალი წლიდან პოდკასტის ახალი სპონსორი გვყავს ეს არის Coca-Cola-ს ერთ-ერთი ბრენდი წყალი მთის 0%-იანი ბრომატით ამაზე ბევრ საუბრობენ სიამოვნებით მეც ვიტყვი რომ ეს არის ერთ-ერთი უსუფთავესი წყალი თავისი ქიმიური შემადგენლობით დამზადების ტექნოლოგიებიდან გამომდინარე და ბევრი შრომით ჩადებული რაც ამ პროდუქტის შექმნაში ჩაიდო სხვათა შორის წყალი მთის საფეხბურთო გრანდის Paris Saint-Germain-ის რეგიონალური პარტნიორია ეს პარტნიორობა წყალი მთისათვის მნიშვნელოვანი ეტაპია ის შთააგონებს ადამიანებს მიიღონ მისდიონ ცხოვრების აქტიურ წესს მიიღონ მეტი წყალი და წყალი მთის ისხოვრეს სულფასოვნად ასეთი ახალი კომპანიონი გაუჩნდა კოდკასტ და მადლობა ჩვენს კომპანიონებს ასევე კოდკასტის დაწყებიდანვე ჩვენს მაგიდაზე საპატიო ადგილი აქვს ახავას ამჯერად წარმოგიდგენთ თავის მოვლის საშუალებების კომპაქტურ ნაკრებებს წარმოდგენილია ჩვენთან მაგიდაზე on the go refresh hydrate express the minerals trio and wave of hydration trio ესეთ სახელები აქვს ეს პრაქტიკული ნაკრებები მარტივად თავსდება ჩანთაში და იდეალურია როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის ასევე მოგზაურობის დროს მაგალითად ნაკრები refresh and hydrate express-ი ერთ-ერთი ყუთი არის აქ რომელიც აერთიანებს დამატენიანებელს სახის და ხელის კრემებს ნიღბებს შხაპის გელს და განკუთვნილია კანის სწრაფი განახლებისა და ინტენსიური დატენიანებისათვის მადლობა რომ დაგველოდეთ მაყურებელს და შენ მადლობა უკან. ესე იგი ნაბახუსევი აქტუალური თემა არა მარტო ახალ წელს ყოველთვის საქართველოში ნაბახუსევი აქტუალური თემაა. ჩემს ცხოვრებაშიც იყო პერიოდი, როცა ეს ძალიან აქტუალური თემა იყო, ახლა საბედნიეროდ აღარ არის ესე. მოკლედ, არსებობს მის დროსაც გარკვეული წესები, რომელსაც თუ დაიცავ, მეორე დღეს ეს თავი ამხელა არ გაქვს, შფოთი არ გაქვს, დამუსის და სინდისის ჭრილი არ ხდება და თავს გჯდობ კარგად. რა რეკომენდაციები გაქვს შენ? როგორც ქართველ ადამიანს პროცესში და მერეც, იმიტომ რომ ორივე მნიშვნელოვანია. ნუ იცი რაღაცა თვითონ ხა აი ალბათ რა ვიცი მედიცინაში თავად პირველია რომ ჰიდრაცია მნიშვნელოვანი არის ტოქსიკოზის დროს ხომ ხო ანუ ელემენტარულად წყალი გჭირდება იმის თერმორეგულაციისთვის და ნუ უბრალოდ უჯედურის ვერ ჩამოთვლი იმერამეზე ნუ მაგაზე ეგ მაგიტო სულ ვემხმე რომ თუ რა ქვია სვავ არ დაგავიწეს წყლისმა პროცესში ძილის წინ ნუ მე ჩემი ფორმულა მიგნებული რომელიც ასე თუ ისე ეფექტურად დაжда ეს არის იმ ესენციური მარილების მიღება რაც ელემენტარულად დავაკონკრეტოთ რა არის ესენციური მარილები კალიუმი ცინკი მაგნეზიუმი რაც ნუ ცინკი შეიძლება მეორე ხარისხოვანი იყოს მაგრამ კალიუმი და მაგნეზიუმი ეგ ორი რაღაცა რა ფორმით და რომელი პროდუქტი შუშხუნა ფორმით შეიძლება იყოს მედიკამენტი ეგ შემთხვევაში ხომ არის ხომ რომ შარდენის ფორმით არის ხომ მაგიტომ არ უნდა შეგეშავა შემთხვევით უარ ესპექტს მიიღებ რა არა შარდენის ფორმით არის შუშხუნა ფორმებით არის ხომ და რა ქვია ნუ ვიტამინები იმდენად არაფერ ეფექტს არ ახდენს მაგაზე ხომ ვიტამინების გრძელვადიანი ეფექტი უფრო ხომ ვიდრე მოკლევადიანი მაგრამ მინერალიზაციის დავარდნა ზოგადად ანუ ეს თქო ელექტროლიტები რატო ქვია რომ ელექტრული იმპულსის კონტროლის მექანიზმი ადამიანის სხეულში და როგორც კი დავარდება მაგის რაოდენობა სხეულში ეგრევე ნუ იწყება კუნთის სპაზმები იწყება ათმები და ასე შემდეგ მით უმეტეს კალიუმზე ანუ რა ვიცი გულის გაჩერება იცის ხო რა თქმა უნდა ამიტომ ეს თქვა ყველა პირველი მაქვს ძირის წინ აიღე შუშხუნა იყიდება აფთეკებში ბევრი ძალიან მიქსები ეს თქვა ვიტამინების ანუ მივიღეთ ალკოჰოლი მომზადებული გვაქვს სახში პირობითად იმიტომ რომ ვიცით რომ ჩვენ αλკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ისე თუ ასე რუტინულად ვართ ამ პერიოდში და შუშხუნა აბალანსებთ მინერალებს ანუ ნახევარი ლიტრენჭი გააიღე თუ მესმის ბევრს არ შეუძლია ნახევარი ლიტრის ძალება ნასუმს მაგრამ რაღაც მაინც 300 მილილიტრი მაინც საქმე არის რა 300 მილილიტრი ერთ წელს გახსნი მაგ შუშხუნას და იმ დღიურ ნორმას რაც შენ პოტენციალურად დაკარგე შეავს დილის შევსებული იქნება რა დილა როგორ დავიწყოთ დილა ანუ მანდ უკვე მეორე რაღაცა ახლა როგორც კი პირველი ფაზა ამინომჟავების პირველი ფაზა რა ქვია ნუტრიენტების დაკარგვის გადახარშტვა გადა მინერალები გვაქვს ეხლა იწყება მაკრონუტრიენტების აღდგენა ანუ ამინომჟავები გჭირდება კი ბატონო ამიტომ აი
სულფები და ზოგადად რა თქმა უნდა, ხო, ნახარშები ეს. რა, მესმის ხარ რომ ვინც არ ჭამს მაგალითად ხორცეულს და ხორცპადულს ვინც არ ჭამს და ცხოველურს ვინც არ ჭამს იმათვის ცოტა რთულია ეგ დროს ხომ აღდგენა ხომ და პარკოსნების ნახარშები ოსპის და რაღაც ასევე მუშაობს აღზრდაზე. საზიებლადაც რთულია. ხო, ნუ რთულია, მაგრამ ნუ თუ გამოსავალი ოსპი მაგალითად მუხუდო ლიმონჩაწორული ხო თუნდაც რა. ეგ მაგრამ ნუ პირველი არის ხომ ყოველთვის აღდგენა ეგ არის ცხიმი. იმიტომ რომ ცხიმს აქ ნუ ისევ რომ მიყვეთ მექანიზმს რა. კათიონის და ანიონის ნერვული ჯირების იზოლაციის მექანიზმი არის ცხიმი. კი ბატონო. არა სტრესის მერე ხომე მაგ იზოლაციის მექანიზმი ნუ გაზით ვახდება ხომ მაგის და ერთი ეგ ჩემი რჩევა რომ კოფეინს მოერიდო დილიდან. არა და მითია რომ დალევის დროსაც და დილასაც ერთი ყავას დავარტყამ და გამოვა. აი მანდარი მექანიზმი ეგ არის ცნობილება მექანიზმი რომ ეგ არის რაღაც რომ კოფეინი გაძლევს ენერგიას. კოფეინს აქვს ერთი მარტივი მექანიზმი აქვს რა. არის გლუტამინი ეგეთი ნივთიერება რომელიც ზიანობას იწვევს. კოფეინი ნერვულ ჯირს ედება ზემოდან და გლუტამინის არ უშავს ხო. და როგორც კი გადის ეგ ეგრევე მე კოფეინის კრაში გაქვს რა და იმაში. ამიტომ ანუ უარესი არის ხევრის ყველა ვარიანტში დამატებით სტრესს უქმნის ხევს. და პლუს შარდენი ეფექტი. და პლუს შარდენი ეფექტი ხო. რაც ნუ ხა ისევ კომპლექსში თვითი რაღაც გამოდის. ანუ დილა მაინც არის თქვენი რჩევით, ანუ წვნიანი და მინერალიზაცია თქვათ ის იგივე ჩვენი მინერალური წყლები. თუ შეგვიძლია ცხიმიანი ხორცი ჭამო, თუ მაგის უნდა რეაქშენს ხეულს რა. ოღონდ მარტო ცხიმიანი ხორცზე ლაპარაკი. მე არ ვიცი ახლა ცომი არ გავიღო. ხაში მაგ გამბავში გადი. თუნდაც ხაში იდეალური არის. რაც არ უნდა დაატრიო ხაშს არა, შემთხვევით მიგინება არ არის. ხაში არის დენატურირებული ამინომჟავების და ცილების კომპლექტი, რომელიც სრულიად ყველაფერს მოიცავს. პახოდუნიური გამშვიდებს. კი ბატონო. ო, მარილი, ნატრიუმ კალიუმის ბალანსი. აი, პირველია ხაში მოკლეს თქვა რა. მედიკამენტოზია. არის ყოველ დილას ხაში ხა. არა, ხო, მაგრამ ნუ რაღაც ალაგ-ალაგ იცდას რომ ხა ზოგ შემთხვევაში მაგალითად რა ვიცი შეიძლება კატლეტამს გაამართლოს და მომენტია. ოღონდ თავარია თბილი იყოს, იმიტომ რომ ეს ცხიმები ისე ტემპერატურაზე შევიდეს შენ სხეულში რომ მე აბსორბცია და მე დაშლაც მარტივად მოწევ. თბილი ცხიმი უფრო მარტივად იშლება ხოლმე რა. ბუნებრივია. ხო, ამიტომ რა ქვია, ანუ ეგ არის რომ ცივი ცხიმიანი არ უნდა ჭამო და სხვადასხვა არ არის რეკომენდირებული ხოლმე დილას ხილი. იმიტომ რომ ნაბახუსებზე ხილი რაღაც. ხანდახანში გაგისტოდეს რაღაც ჩაკმიჩო პორტოხალი და რაღაცა. მაგრამ გაგბერავს. ბერავს და გლუკოზას ძალიან მაღლა აგდებს ისევ. და მე უცბად ეს გლუკოზის ვარდნა ისევ იწვევს მოთენთულობას და სიზუსტეს ხოლმე და ანუ აბსტინენციის სინდრომი. კარგი, შენ ალკოჰოლთან მიმართებაში როგორ ხარ? შეფი რო ხარ, გასაგებია, ყვება გასაგებია. ეხლა ეგ მე მართლა გითხრა არც ვიცი ეხლა შენ უნდა ერკვევოდე ალკოჰოლში. არა, თქონდა, და გასტრონომის მართულებით ხარ. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით და თვითონ პათოლოგიით და თვითონ ზოგადად მოხმარების პატერნებით არ არის ჩვენი სფერო, იმიტომ რომ ალკოჰოლი კაფეო დგომი ტოქსიკანტია და მაინც არ არის ვერ განიხილება, ანუ ვერცეთ არგუმენტში ჩვენ მეცნიერებაში ვერ განიხილება როგორც განსაკუთრებულად კარგი რამე ხო რა, როგორც მედიცინაში არ არსებობს კარგი ისა, ეგრევე ჩვენთანაც კვების ინდუსტრიაშიც და კვების ტექნოლოგიაში ცუდია, უბრალოდ ყველანაირი ალკოჰოლი რა, მაგრამ გეთახვები. მენეჯმენტის მექანიზმები და რაღაც უნდა გესმოდეს ყოველ შემთხვევაში. უნდა გესმოდეს რაზე მოქმედება კვებაზე, რაზე მოქმედება მონელებაზე და ასე შემდეგ რა. აი ეს მაგალითად ეს წითელი ხორცი და წითელი ღვინო, თევზი და თეთრი ღვინო, თქვათ თევზი დამარინადებული და არაყი. რამე არის ისეთი რაც თქვათ ნუ ნაკლებად გაუნებს თქვათ ღვინო წითელი ხორცთან ერთად უფრო შეგერ რამე ესეთი მტკიცებით მედიცინაში არ არის. არა სამწუხაროდ ეხლა როგორ რაღაცის მაგალითად ჩვენ მაგალითად ტანინები რო ძალიან გვიყვარს მაგალითად ღვინოში ტანინები ხაში. და ფასობს ტანინები კატეგორიზირებული როგორც ადამიანის ტოქსიკანტი. იმიტომ არის დასავლურ ღვინოებში ეგ ცოტა. და ანტინუტრიენტია, ანუ ასევე გიშლის მონელებაში შენების სისტემაში რაღაცებში. ამიტომ ხა ესე რომ მართალი ძალიან ბევრი რაღაცა ეგეთი ლეციტინიც ეგეთი რაღაცა ოქსალატები ძალიან ბევრი რაღაცა ანტინუტრიენტები, მაგრამ ნუ ხა ტანინი თავისთავად ანუ ღვინის განხილვა როგორც კარგის არ მოსულა. ანუ უბრალოდ არ შეიძლება. კი, გაერთე, სასიამოვნოა, მე ძალიან მიყვარს ღვინის ზარება, კულტურად ძალიან საინტერესო აქვს. გაერთე რაღაც მადას აღზრავს ემოციურს, რაღაცა უნარს კი აგდებს, მაგრამ მადას აღზრავს, მაგრამ მადლობა უკავშირისთვის ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე ხშირად ჩემ პროფესიაში ამდენი წელია მედიცინას ვემსახურები, ხო, გამიგია ჩემი კოლეგებისგან, ანუ ეს ისეთი აბსურდია, რომ და თან მიდის ამის ბოდიში და ტერმინს ვიყვა გაპრავება, რომ აი ერთ ჭიქაში ეს არის მონელებას ხელს უწყობს, იქ გამშვიდებს, არა, მონელებას ვერანაირად ვერ უწყობს. ეს სრული ზღაპრებია, არა, ეგ აბსოლუტური ზღაპარია მონელებას. შეფუთული თემა, როგორ გამოიწვიოთ ცნობიერების გამრუდება და ორგანიზმს საუნო. აი, დაახლოებით როგორი რაღაცა, იცი, ვიღაც შეთავაზო, რომ აი
წნევა თუ გაქვს ფეხში ტყვია ისროლი რომ წნევა დაგივარდესო. გამოვა და აი ეგეთი რაღაცაა რა სამწუხაროდ. მადლობა, ძალიან დიდი საპატივისცემით მივიღე შენგან ეს იმიტომ რომ რეალობა უნდა ითქვას. ხო, ხო, კარგი. სახლის პირობებში, ლუკა, მაგალითად მე აი ეხა მე თვითონ ჩალიჩობ რომ ვიყო ამ 18 საათიან კონტროლირება ჩიმშილზე რომ დავიკლოცო, რათას რაღაცებს ჩალიჩობ, იმიტომ რომ მაგრამ მევასება ჭამა, გემრიელი ჭამა და თან დიდი რაოდენობებით, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, ჯერჯერობით იტანს ორგანიზმი, მაგრამ სად მერხევა, ნახე, შაქარში. ანუ მე ვცდილობ რომ შაქარი არ ჩავყარო ყავაში, ჩაიში ვცდილობ თბილი არ მივიღო, მაგრამ მევასება წვენები რა. აი სახლის პირობებში არის თუ არა რამე წვენი რომ მე დაუწურო ეს ტიპი და ის ჟინი წვენის მოთხოვნილობის აუ რაღაცა გემრიელად დავლიო. სამწუხაროდ მოკლე გზები არ არსებობს. რა აი რომელი ყველაზე 30 წელია მაგაზე მithumedes წვენების ინდუსტრიაში რა იყო და ფუნქციურ კვებაში რა იყო. მიდის მაგაზე კვლევა რომ რა არის ესეთი მეტამექანიზმები რომ სიტყვოს ჩანაცვლება მოახდინო ისე რომ არ იყოს სიტყვა არ იყოს. რომ იყოს სიტყვა მაგრამ არ იყოს სიტყვის ხო ნუ არ იყოს გლუკოზა, ფრუქტოზა, სუკროზა ან ამაგათი. რაც მოიგონეს აქამდე ალტერნატივა ყველა პარალელოდ იგი ისევე მომნებელი ისევე მოქმედებს გლიკემი ამაზე ხა ცოტა ხანში გაგაცნობ ეს აკრობუის რა არის. ტელეფონს დაეჭირა ღილაკი და ეფექტური იყო ძალიან. ოკეი. მაგრამ რა ხდება სინამდვილეში? აი მაგალითად ხა აი ხო გლუკოზა მოქმედებს გლიკოგენზე, ხო მოქმედებს ინსულინზე, ხო? და ლავშ ასპარტამი მიიღე, რომელიც სიტყვის შემცვლელი არის, მაგრამ ან არანაირი შაქარი შეგნით არ არის რა. და ის რაღაცა სტევია და რაღაცები. ყველა ეგ მექანიზმი მაინც აქტიურებს, ოღონდ ამ შემთხვევაში საპრესო ეფექტს იღებ, რომ არ ხდება გლუკოზა სხეულში, ყველა უბრალოდ გამომუშავდა ყველაფერი. ტვენის დონეზე მაინც აღიქმება როგორც ტვენი. ადამიანის მონებელი სისტემა ირთვება არა კუჩი ჩასვლის დროს, არამედ სუნსო იგზნო პირველ საჭმელზე მაგაზე. და გამოიყოფა უკვე სათანადო რეაგენტები. შენ წვენს რომ შეხედავ და იცი რომ დალევ. შენი სხეული უკვე დაწყებული აქვს, სისტემა მომზდებული აქვს მისთვის რომ მონელება მაგის დაიწყოს. ეგ კი არა, დააკვირდე ნერწყვის გამო ხარ ხომ რაღაც უყურებ, ნერწყვი გიგროვდება ხომ პირში. ხშირად ახლა. პირველი ეტაპი მონელების სისტემის არის ნერწყვი, ამილაზა ნერწყვში. რა თქმა უნდა, ეს თუ დაიწყოს, ხომრად ყველაფერი დაიწყო. და მორჩა. და შენ თუ შაქარს არ მიიღებ, უარეს შეგშინ თავს. მაგიტოა რომ აკვლევები არის რომ მაგალითად უშაქრო და შაქრიანი სასმელები რო აიღო, შაქრის შემოცვლებიანი. თანაბრად ჩანს ორივე მაგალითად დიაბეტის და პრედიაბეტის ნიშნებს მაგალითად. ანუ იდენტური ზემოქმედება აქვს ჩვენი ნეიროენდოკრინულ ადეკვატურ რაოდენობაზე რომ მიიღო და მე არ ადეკვატურს არ ვიძახი, ხა ვიღაცამ 3 ლიტროს მაგალითად შაქრიანი, მაგას არ ვიძახი რა. აი როგორც იგივე ზემოქმედება ხორიბეს რა. იმიტომ რომ მაინც ირევა სისტემა სხეულის რა და ამიტომ გარჩევები იყო. მაგარი ძალიან მაგარი. ამიტომ მანდ მოკლე გზა საწუხაროდ არ არსებობს. გინდა გემრიელი რაღაც დალიო, რაღაცნაირად თავი მოიტყვე და ჩააგდე ხილის ნაჭერი შიგნით მაგალითად და ის ხილი აღარ ჭამა მაგალითად რა წყალში. და ის პატარა არომატი უკვე ხდება. მე ლიმონს ვაგდებ ხოლმე ცოტა არომატს. ხო, ეგეთი რაღაც ეგეთი რა. მაგრამ პორტოხლის წვენები და რაღაცები ადრე მევასებოდა, ის აწურები მქონდა 1000-ნაირი და აუ რა გემრიელია. პორტოხლის წვენიც არის შაქარწყალი. შაქარწყალია. სულ რო ყველაზე ნატურალური ხილი მოწყვიტო, მაშინ შაქარწყალსვა. პორტოხალში რამე თუ ჯამთელია, ყველაფერი ბილოფში არის. და შენ წვენში კი რაღაც ოდნავი რაღაც ხო რა. გავიგემ. კარგი, მოდი ესე ვქნათ, ყავაზე დაგპატიჟებ ხა, მოდი. მელიტას აპარატი, გერმანული ტექნოლოგია. მე მომეწონა ძალიან რომ იმაზე აპლიკაციები აი უყურე, ესე შედიხარ ტელეფონში, აქ მიწერია უკვე ჩამოტვირთული მაგ აპლიკაცია. ოპა. და ეს წარმოიდგინე, წამოწვრილი ხარ დილას გაიღვიძეთ, კაფთით დააჭირე. გადატოვე რამე მაშინ და გამოხვედი აბაზანის მერი, მოვლევის მერი დაიწყებს ეს ჩამოსხმას. preparation დავაჭირე. თან შენ არეგულირებ ტემპერატურას, ნუ გასაგებია, რაც არის საჭირო ის უნდა იყოს. მარცვლის დაფქვის ხარისხი, რაოდენობა, თვისებები, რომელიც შეგვიძლია არეგულირო, ეს ყველაფერი ხდება ჩვენი პატარა გადაჭრის. ანუ დისექციაც აქვს და ყველაფერი აქვს. ყველანაირი ფუნქცია აქვს, რაც შეიძლება კონდეს რა. თან ხარისხი წავიდა ეს ტექნოლოგია. აი ესეთი ამბავი ახლა გაგასინჯებს ხაჭოს. კარგი. მოდი ესეთი კითხვა მაქვს შემდეგი. ესე როგორც ვიყვებებითო, ისევეო ჯანმრთელად ვართო. აი შენ პროფესიულ მიმართულებებში ეს თემა აქტუალურია? ეგ ერთი რაღაც პირველი რასაც ყვების იგენაში გასწავლიან არის ეს 7 წლიანი ციკლი აღდგენის უჯრედების რა. აბა გითხარი რა. ანუ 7 წლიანი ციკლი უჯრედის აღდგენის ეგეთი რაღაც მიიჩნევა რომ 7 წელიწადში თითქმის აღარც ერთ უჯრედი არ გაქვს რაც ეხა გაქვს რა. აპოპტოზი მიდის ხო იშლება. ოპერება იქ თელომერაზე მუშაობს უჯრედების რეპლიკაცია, მეიოზ მეტოზე ასე შემდეგ. თელი მუღამის არის რომ ანუ
აი ცოტა ეს ანალოგიას გავაკეთებ რა. ჩვენი სხეული არის სკრუპულოზური შეფივით. კი ბატონო. ანუ აი ძალიან პრეტენზიული შეფია. თუ ყველაზე კაი ინგრედიენტები არ აქვს, კეთებას არ იწყებს. ეგეთია რა. თუ არ მიიღო ყველა ამინომჟავა, თუ არ მიიღო მინერალი, არც იმცილას შექმნის ახალს, არც იქ უჯრედს ააგებს, არაფერს არ შვება აბსოლუტურად რა. გაჩერებულია. გაჩერებულია. ერთი რამე დააყდა, მე არ ვაკეთებ იძახის. ეგეთი რაღაცაა. შეყრი რაღაც ხო რა ეგ არა და ამიტომ ანუ ის მომენტია რომ რა ქვია, რასაც ჭამ, და ზითხო შენი სხეული ჭამო, იმას თუ არ მიიღებ, საერთოდ არაფერი არ იქნება. ანუ არც ფუნქცია დაეკარგება უჯრედებს რაღაცებს. დაბერება, ანუ დაბერებას ახლა ბევრი მექანიზმი აქვს ძალიან. რა თქმა უნდა. უჯრედული რეპლიკაციის სტომილების ამბავიც არის, მაგრამ ანუ ყველაფერზე აბსოლუტურად მოქმედებს ის, რომ სწორი რაოდენობა სწორი რაღაცა მიიღო რა. თუ შენ არ მიიღებ სულ სპექტს, პირდაპირ მნიშვნელობით, ანუ მაგას ვამბობდი ყოველთვის ჩემს სტუდენტებსაც ხომ, რომ შენ ხარ ის მჟავე კეთრი, რომელიც დედაშმა ჭამა. ხო. საბოლოო ჯამში ეგ არის. მაგისგან იქნები. ადამიანი უბრალოდ უჯრედებს სესხოლობს სამყაროსგან, იყენებს და უკან აბრუნებს სეგმენტია რა. გამოსtildeებას ღებულობს. გამოსtildeება და მე მიდის ისე ბრუნდება რა რაღაც მომენტის უჯრედები სამყაროს და უნდა მიიღო ის ყველაფერს მოთხოვნა აქვს შენ სხეულს, თორემ ანუ უბრალოდ არ იმუშავებს რაღაცები და პარალელურად აი რაღაც იღებ იქ ტოქსინს მიიღებ, რაღაც მიიღებ, აკუმულაცია ხდება ცხიმებში, დალექვა ხდება რაღაცების, ორგანოების დაზიანება რაღაცები, ამიტომ საჭმელი ხო ეგრე მეგონი ეგრე იყოფა რომ 80% არის გარემოდან შეძენილი და 20% გენეტიკური არის ხო რაღაცები ჩვენი დაავადებების პროვოცირების მექანიზმები 80%-დან ალბათ 70% კვებასთან და ხო და ანუ 10% ჟანგბადთან და რაღაცას ნუ ხა მავნე პროდუქტების მოხმარება თამბაქოზე რომ მავნია და ალკოჰოლი რომ ვაზიანებს გასაგებია მაგრამ ჭამის თემაა ისეთი რაღაცები ვაზიანებს თან-ხანდახან არც ვაქცევთ ყურადღებას ანუ აი სულ მაგას ვენებია მაგალითად ყველა ბოსტნეულს უნდა რომ მოკლას ანუ ცოტა უცნაური რაღაცა აბა მაგი ტომატზე გამიგე პომიდორზე გამიგე ეგ გამისაჭრელებს უჯახია და მით უმეტეს ძალიან ტოქსიკური არის იმის ყველა რა პომიდორი ბადრიჯინების და ისინი კანები და რაღაცა ღეროები ფოთლები ტოქსიკურია ყველას მით უმეტეს მაგას ხო ვაცდი ხო მაგრამ რაოდენ ხო აცლი მაგრამ რაღაც რაოდენობით იმაშიც არის თუნ ნაყოფში არის ხო მე პომიდორს იმიანავ ჭამ ხოლმე მოვაცლი და ის მწვანე ტიპი რო მწვანე არ უნდა ჭამო ხო ანუ ეხა ეგეთია ყურეთ LD50 ხო LT250 რაღაცა ცისპირებს რაღაცა ხო რა ეხა მაგრამ ჯობია მოერიდო 5-6 მიკროგრამი არაფერს არ გიშობა ოკეი ჯობია მოერიდო მაგრამ ჯობია მოერიდო როგორც მწვანე კარტოფილის ნაწილი რო არის ხომ რაღაცა მოაჭრა გადააგდო ხო რა ეგეთი ანუ არაფერს არ გიზამს თუ კილო არ ჭამი მაგრამ ნუ რა ქვია ხო ხო და ანუ ყველა ბოსტნეული აბსოლუტურად ეგრეა ბოსტნეულის ფუნქცია უმეტესობა არის ის რომ გადარჩეს ხვდებით ანუ ბოსტნეული რა არის ტოტი ღერო ფოთოლი ფესვი რომელ ხეს ამ ბუჩქს აწყობს ის რომ ჭამონ არავის არ აწყობს, ის ტოქსიურია რომ არ ჭამონ. ყველა მცენარე ივითარებს ფუნქციურად იმ ფუნქციას, რომ თავი დაიცვას იმის, რომ უჭმელი იყოს, არ იჭმებოდეს. ეგ მომენტი კი ჩვენ სელექციით რაღაცები ნაკლებად ტოქსიკური გამოვიყვანეთ არა ტოქსიკურობამდე მივიყვანეთ, მაგრამ აინც სრულიად ყველა ბოსტნე ნაყოფებზე ნაკლებად არის ეგრე. ნაყოფი ოკეი, იმიტომ რომ მცენარეს აწყობს ნაყოფი შეჭამოს ცხოველმა, რომ გადაიტანოს გეოგრაფიულად გავრცელოს, ოკეი. და აი ის სხვა დანარჩენი ყველაფერი, აი ფუნქციურად მუშაობს, მაგრამ მოკაი ახსნა, მე ეგეთი ახსნა, ასე არ შემეხედავს ამ საკითხს. ნუ ეხა კი რა თქმა უნდა ზოგი გამონაკლისები არის და რა თქმა უნდა ვიღაც იქნება კომენტარებში შეტყვის. მაგრამ ის თემა რა ახსენე? ამ საჭრილები ეგეთი ნაიჩშეიდების ოჯახი არის, ეგ არის ბადრიჯანი, კარტოფილი, პომიდორი, რომელიც ერთი ოჯახი არის და კარტოფილი. აი მიწის ზევით იზრდება, მიწის ქვევით იზრდება. ერთი ეგრე სტრუქტურა აქვს. არა, კარტოფილი просто იგივე სისტემის ბოლქვი არის. მაგრამ მექანიზმი იდეა. მაგრამ ხსოვით ანუ სხვანაირ ანუ ღეროვანი სისტემა თუ სტრუქტურა და ფოთლოვანი იგივე აქვს და просто უბრალოდ ყველა მავნებელი არის. როგორც აი სადამყანების ჯგუფის სოკოებში ყველა მავნებელი არის, ეგეც ესე ყველა მავნებელია რა. მაგრამ ნუ ისე მარტო აი კაფეოს სიმკვახის დროს ხოლმე ან ფოტოსინთეზის თუ დაიწყო აქტიური ნაყოფიდან. ჟავი პომიდორს ამძვადებ ხომ მწვანეს თემა. ფერმენტაცია აბსოლუტურად იმაშობა. ანუ ოქს სრულიად კი. აიმიტომაც არის ტრადიციულად ეს ფერმენტაცია არის ჯადოსნური მეთოდი არის, სადაც ყველა ბაქტერიები აკეთებენ შემაგრებას სამსახურს და ეხა მაგშანს არ გამოზე უნდა კითხო ვაფშე, სულ მაინტერესებდა. მაგალითად გაცხელებული საჭმელი რა. ეხა სახში რო გავაკეთებთ ხოლმე გუფთას, რაღაცა ბორში, რავი, ის ხარშო და რაღაცები, ხო? ეხა 2-3 დღის თემაზე კეთდება, ხო? ეხა ეს არ არის რომ ერთი დღე მაგრამ მე გამიგია და არსებობდა ესეთი მე მგონი რუსეთის გუბერნიაში ერთი სოფელი, სადაც წინა პლანზე წამოვიდა კვლევებმა კვლევებმა, რომ კუჭის კიბო ძალიან მაღალი მაჩვენებლები იმ რეგიონიდან იყო მიმართვიანობა და რო ჩაეძიენ აღმოჩნდა, რომ იმ რეგიონში ლობიო იყო პოპულარული კერძი და ეს ლობიო სახლში ზამთრის პერიოდში ედგათ მუდმივად აი სახლის ფეჩების პონჩი როა რაღაც. სუთ ფებოდა, ის სულ იყო ესე
და აღმოჩნდა რომ ამ გათბობისა პროცესის დროს ონკოლოგიური კარცინოგენური ნივთიერებები გამომუშავდებოდა. როგორ უყურებს თქვენი სფერო დღეს გაცხელებული საჭმლის თემას? მან და არის როგორი რაღაცა გაცხელება მოსულა, ანუ ეგეთი ორი ტემპერატურული ფაზა არსებობს კულინარიაში მნიშვნელოვანი რა. ორი რა, ერთი არის რომ არ დავაზიანო და მეორე არის რომ არ გავაფუჭო. ხო, ანუ არ დავაზიანო, იმიტომ რომ ანუ გაზი ხო და მე არის ის რომ ტოქსიკური არ გავხადო რა. ოკეი. ეს არის რომ შაქროვანი პროდუქტებისთვის 138 გრადუსის ზევით ტემპერატურა, ესე იგი როცა ულტრაკარამელიზაცია იწყება. ეგ შაქროვანი მაცივარში რა გვიდევს რომ გაცხელება ჭირდება? ყველაფერი შაქროვანი რაც ხილი და ბოსტნეულია. ხო, გავიგე. გლუკოზა მაინც ქვემდებარია ყველა შაქრის რა, ხა სუქროზა იქნება თუ რა იქნება, მაინც ჩვენი სკოლი მაქამდე შლის ხოლმე. ხო და აი ამედორიც მაგალითად ხო, ეხა კიდევ კაი რომ წყალი აქ შიგნით, მაგრამ რო ვადუღებ ხმე, მაგალითად თუ მიიწევად ნაგვერძე ის აი ტაფაზე რაც არის რა. ფიანად შეებარე, მაგრამ იმას ნუ მოფხიკავ, იმიტომ რომ იქ უეჭველი კარცინოგენური ნივთიერებები ვითარდება. ოკეი. ეგმენტი არის. მაგასთან არის როგორი რაღაცები თვით რომ ანუ ეს მუდმივი ტემპერატურული დამუშავება გინდა არ გინდა, აი ქიმიურ რეაქციაში მუდმივი კატალისტი რო გაქვს ჩართული და რო სულ რაღაც რეაგენტს ამატებ რა, რად გარდაიქმნება არ იცი. ანუ იცი რომ რაღაცა ძალიან ბევრი შესწავლილი, მაგრამ შესწავლილი კარგად არ არის ის რომ მაგალითად მე რო ქინს ჩავყრე მაგალითად ლობიოში პირველად თქვა და 4 საათი რო ხარშავ, რა ქიმიური რეაქციები მივა, ეგ ნაკვლევი არ არსებობს რა. შეიძლება ვიღაც ეკვлеა ბიფ ბურგუნიონზე საფრანგეთში, საქართველოში არა ნაკვლევი ეგეთი რაღაცები. ამიტომ ანუ რეალურად ხა უნდა გვახსოვდეს სულ რომ როცა კერტს აკეთებ ნებაყოფლობით თუ არა ნებაყოფლობით აკეთებ ქიმიურ რეაქციებს კი, ექსპერიმენტს ატარებ. გინდა არ გინდა ის რა გარდაქმნები ხდება, რომლებიც შეიძლება ვაფშე ვერც წინასწარ მეტყოლ რა მოუვა ეგმენტია რა და ეხლა მარტივად რო აიღო როგორი რაღაცები ხა მარილი ანუ ადამიანს შეგვიძლია მოწამო ძალიან მარტივად საჭმელის არასწორი კომბინაციებით რაღაცებით რა. აი აი ძალიან ათელი მაგალითი, მაგრამ ნატრიუმის ნიტრიტი არის ეგეთი მარილი, ვარდისფერ მარილს ეძახიან, ისგან წკეთდება ლორეული და ძეხვეული. აბსოლუტურად უნებელი რაღაცა არის, როცა დაბალ ტემპერატურაზე მუშავდება ხოლმე. როგორც ნატრიუმის ნიტრიტს გააცხელებთ 82 გრადუსზე ზუსტად თქვენ შიდა ბარიერი, მაგრამ 82-დან 150-მდე ხდება კარცინოგენული. ვაიცა, ეგ ძეხვი რო ტაფაზე დავაგდო და ვწვავ უკვე კი. სოსისებს წვავ ხოლმე მე და სოსისებს აგეთ არსებობს, შესაძლოა სოსის ცალკე არსებობს. და მოსახარში ცალკე არის. და ვაიცა თო ისა ის რო არის ყველა სასტუმროში დილას საუზმეზე ლორი შებრაწული და პაჭკები დაყრილი იქა და დავაირა გემრიელია. მაგრამ მეორე მხრივ არის ის რომ მაყურებელს ყურადღება რომ მიაქციო. გააფრენ. იმდენ რაღაცაზე გახვალ ესე უბრალოდ. გააფრენ, ის აღარ მოიკერა, აღარ შეჭამს. გარეკა. მაგიტო ჩვენი სფერო იძახის რომ ჩვენ პასუხობას ვიხსნით და აგი ექიმები მაკეთეთ ყველაფერი საქმე. ჩვენ გაჭმე. ჩვენ გაჭმე და კუნელობაზე იმაზე მარტო რა დაგვანებეთ თავი. ჩაკეთვა. ამიტომ ჩვენ კლიენტებს გიმზადებს ყველა მიმართულებ ჩემ სფეროშიც რა ჭამა რა აუნებს აბერებს ადამიანს. აბარა დაწეო რაღაცა უნდა აბარა. კარგი. სამი ჯანსაღი კერძი რომელსაც თქვა შეესთავაზებ მოსახლეობას რომ ყოველდღე მიირთვით გააკეთეთ და იყავით კარგად. აი კერძად შეიძლება ვერ თქვა, მაგრამ გეტყვი როგორი უნდა იყოს დაახლოებით რა რეცეპტი მიღებული. ოკეი, არა, გასაგებია. სამი გაიდლაინი არსებობს ეგეთი რა, სამი რაღაცას უნდა გაითვალისწინო რა. ერთი არის ის რომ ცადე რომ ყველა პიგმენტი ქონდეს თებშს, ანუ რო აიღებ თებშს რო შეხედავ, განსხვავებული ფერად, რაც შეფერად იყოს შენ თებში. ერთი ეგ არის, იმიტომ რომ ფერი ხშირად არის ასოცირებული მინერალთან და ვიტამინთან. ანუ ჭარხალი, სტაფილო, პომიდორი, კიტრი, თქვა, ხორცი, რაღაცა ეგენი ხო მე აი ეგრე. სპექტრია კარგი. ერთი ეგ. იმიტომ რომ იცი როგორ მაგალითად აი ანტოციანინები მოგლებიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანისთვის მაგალითად თუნდაც ჰემოგლობინის რეგულირებაში მინიმალური როლი აქვს, მაგრამ მაინც როლი აქვს და უნდა მიიღო გინდა არ გინდა, არის იასამნისფერ ხილბოსტნეულში მაგალითად. პიგმენტზე მიბმული პირდაპირ და ბევრი მნიშვნელოვანი მინერალი და ნივთიერება მიბმულია ფერზე. და ჩვენ შეიძლება საერთოდ ის ტიპი არ გვევასება, საერთოდ ჭარხარჩება ზოგს ვაფშე არ ევასება და იქ რაღაცა ტიპია, რომელიც კონკრეტულად იქ არის რა. კი ბატონო, კი ბატონო. კიდე რა შევა? ხო, მეორე რჩევა არის ის, რომ თებშს რო დახედავ, დაყავით პროპორციულად ეგრე რა. საერთოდ თებშის ნახევარი იყოს. ბოსტნეული? ბოსტნეული, ოღონდ ჩემი მიუხედავად იმისა, რომ არის კვლევები, რომ იძახის, რომ ბოსტნეული უმიჯობია, ძალიან დიდმა მეტანალიზმა იაპონური და ჩინური კულინარიისა, ნახე ჩინური კულინარიაში სისტემატურად არ არსებობს ეგეთი რაღაც როგორც უმი ბოსტნეული რა, არ ჭამენ ბოსტნეულს. ამ ფერმენტირებულს ან თერმოდამუშავებს, ხო. და მიიჩნევა რომ ერთ-ერთი მთავარი კორელაცია ხანგრძლივი სიცოცხლის ხანგრძლივობის
იაპონურში და ჩინეთშიც იმიტომ არის ამ ხელა რომ არასდროს არ იღებენ თერმოდამუშავებელ ბოსტნეულს რა იმიტომ რომ ის უმეტესობა ტოქსიკანტი რაც არის თერმოდამუშავების მერე ნადგურდება მე კიტრის მაგათ სამძროში კიტრსაც წვავენ რა თქმა უნდა ხო ყველაფერს ამიტომ ჩადიდეთ თერმოდამუშავებული ბოსტნეული ნახევარეთებში მოწავლული იქნება ეს თუ ორთქლზე მომზადებული თავარია ტემპერატურაზე შეგეთ მობრაწულის იყოს თუ გინდ ხა მობრაწულს ეგეთ ტრაგედიას არაფერს არ გიზარდს რა იმიტომ იმდენი ბენეფიტია აქვს რომ ნაკლს აზრი არა და აი ეს ორი სექცია ცხიმოვანი და ბოჭკოვანი ცილა ანუ ეხა მაგას ვინც ვეგეტარიანია მაგას ვერ ურჩევ მაგრამ ოფიციალურად სამედიცინო დეგრე მიიჩნევა რა რომ ხორცი უნდა ჭამოარი ადამიანის ამიტომ ისა ბოჭკოვანი ცილა რას ნიშნავს რომ კუნთური კონა უნდა იყოს გასაგებია ნუ მაგალითად აი სტრუქტურულად ხო მაგალითად ღვიძლი მაგალითად არ გამოდგება მაგ კომბინაციაში რა ღვიძლი ძალიან სავსეა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რაღაცა ღვიძლში მაგრამ ანუ გარდა იმისა ადამიანის მნიშვნელოვანი არის რომ ამინომჟავი იყოს ხეჭვის მექანიზმი კუჭის პერისტალტიკის ამუშავება რაღაცა მაგისთვის მნიშვნელოვანი რომ ანუ განივზონიანი კუნძია საუბარი რა კუნძის კონები ჯგუფები განივზონიანი ეს არის მეოთხედი თებში ეს არის მეოთხედი თებში ოკეი კიდე დარჩენი მეოთხედი ნახშირწყალი უნდა იყოს იმიტომ ენერგიის წყარო რაღაცა პური პურსაც გააჩნია ხო ძეგლს ციციბურა ციციბურა ბრინჯი ხო მით მეტი ბოჭკო გექნება მაგალითად მით უფრო გარსი ექნება მარცვალს მით უფრო აი ფაიბრაც არა მოკლედ ბოჭკონი ნივთიერებები რაც არის რა კურს რა უნდა ეწეროს ლუკა რომელსაც შენ მაგალითად როცა გასჩევანი ასორტიმენტის სახში მიგაქვს მაგალითად შენთვის მიირთმევ ან მეგობარს გინდა ჯანსაღად გაუმასპინებლდე რომელ პურს მოკიდებ ხელს პურებში არის ეგეთი რაღაცა პურებში არის ან ნაკლების ბოროტები ნერჩევ რომელი ბოროტებას მაინც სეგმენტია რა ხო ყველა ბოროტება მაგრამ ნაკლებად ბოროტება რომელი ეგ უნდა არჩიონ მე ცეხვილი ფხვილი და აი მაგას რომ ცეხვილი ფხვილი არის ნაკლებად ბოროტება მაგიდან რა თეთრი ფხვილისგანაც კეთდება თეთრი ფხვილი არის ეს ბლიჩ და გათეთრებული ფხვილია რა ვიტამინიზირებულები და რაღაცა თან ფხვილზე რეალურად საქართველოში ისეთი სიტუაცია რომ ძალიან ბევრი ფხვილი შემოდის ძალიან დაბალი ხარისხის ანუ თან დაბალი ხარისხის გულისხმობა რა რომ დაშხურებული კონსერვანტებით დაშხურებული ფუნგიციდებით ტექნოლოგიურად დამძიმებული და ხო ან დარღვეული რეგლამენტით გამოყენების ის რომ რეფრაქციის პერიოდი არა გავლილი და ანუ დეზინტეგრაციის პერიოდი არა გავლილი მაგალითად ტიპი ვარ რომელსაც მე ვასება მაგრამ და ვიყიდებ ფხვილი სახში დავიწყე პურის ჩარიჩი ხო არის რაღაცა გამოსაწყობი ღუმელები და შემიძლია მოუზილო და ფხვილი რაც იყიდება დახლებზე იგივე თემაა არა დახლებზე ანუ აი მაგალითად არის რა ქართული ბრენდებიც რაც არის რამოდენიმე რა აი შეფუთულებრებიც ეგენი სანდო არის მაგალითად მე ნაკლებად რა. ეხა არ ვიცი არ რეკლამასებთან უნდა გამოდის, მაგრამ არის ქართული ერთი ბრენდი, რომელიც უაჭველი ვიცი მაგალითად კარგი არის. და უცხოურებით ზამბერი მაგარი შემოდის ხოლმე რა, რომელიც მაღაზიაში. როგორ ეს არის რო პროდუქტი, რომელიც მე უნდა ავიღო და გავაკეთო რა. ან მაგალითად არის მაღაზიების თელი არის ქსელები ვისლოთ. მოკლედ კარგი ფქვილი ღირს 10 ლარი, ეს შეხედეთ რა. ოკეი. ანუ კაი 8 ლარი ღირს კაი. და ისე პოპულარული 300 გრამი მაინც ჭირდება ერთი პურსზე გამოდის. ეხა კალკულაცია გააკეთე, პურსზე თუ პური თუ იჯდება 7 ლარის ნაკლები, ესე იგი აფიფქული და გაკეთებული. აი, ეგ სამწუხაროდ ეგ არის რა. თუ არის ფუფუნებად, თუ არა ფუფუნება, ხო? მაშინ სახში აკეთებ, იმიტომ რომ ჭავის ფქვილი რაღაცები უკვე ალტერნატივები არის და უკეთესი არის რა შენ. ჭავის ფქუნარევი, ალაონარევი შენით რაღაცა. იგივე ეს ამის მასალები იყიდება ყველაფერი. აბა რა იმედია. და ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა რომ უგეშინიათ საფუარის ზოგადად. ეგ არის ძალიან ბევრი გამიგერ უსაფუარო პური. ჯერ ესეთი ტერმინოლოგიურად რა იყო უსაფუარო პური არ არის ეგეთი მოვლენა. ანუ პური თავისთავად საფუარი არის. ანუ პურის დეფინიცია არის 3 ინგრედიენტი: ფქვილი, საფუარი, წყალი. მაშინ არის პური. მაშინ პური აღარ არის. მაშინ შეიძლება ჭადი გააკეთო მაგის გარეშე. მოდეშტა, ხო და ისიც ხამინდა რომ ეს წყალი მთის. აბა მადლობა. მის ხამინდა რომ საფუარი დიდი ალბათ ყველაზე ჯანსაღი რაღაცა პურში. ეს მაგას ვუძახი. საფუარი არის ფქვილთან მიმართებაში რო ავიღოთ. ფქვილთან ზეთთან, შაქართან და მარილთან მიმართებაში რო აიღო, ის საფუარი მეც გამვითარდა, კი მართალია იხოცება ცხობის დროს ხომ, მაგრამ ანუ ის ნარჩენიც კი მაინც ამინომჟავებია, სოკოა. ოკეი. ამიტომ ეს მავნებლობა თავისთავად საფუარს არ აქვს. დამოდირებული. ეს იყო როგორც თქო, ვიღაცამ ერთხელ ალბათ ნახა როგორ კეთდება საფუარი სპირტის ხახნებში. ტექნოლოგიურად. არის საშინელი სანახაობა არის, უბრალოდ იმიტომ რომ ლორწოს გავს უბედურს და არ მოეწონა როგორ გამოიყურება და გლუტენის თემა გორებული რა. აი, თული თემაა ძალიან მაგაზე რა. რა თქმა უნდა არის ხალხი, ვინც გულწრფელად მაგისგან ზარალობს. კო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტაა. აბსოლუტურად მინიმალური რაოდენობა არის. ძალიან ცოტა. აბსოლუტურად მინიმალური რაოდენობა. რასაც ახლა ლაქტოზისგან განსხვავებით, ლუკა, ლაქტოზაზე ბევრსა. საქართველოს პოპულაცია მithumedes. მე თვითონ მააწუხებს ეგ და სულ გული ყოველ თავიდან რო აღმოვაჩინე. იგივესაც მონღოლური სისხლი. ზიანუ შეიძლება სადღაც მოვარტყარა და ზიან სულ გუნს რო ვჭამ, ჭამდი უბრალოდ გემრიელად, ბიჭო, ნახევარ საათში უკვე დისკომ ნაყინს აუ, ნახევარ საათში. მე რო დავაკვირდი თურმე. ეგ ერთ-ერთი ყველაზე ახალი ევოლუციური ნაბიჯია ზოგადად ლაქტოზის გადამუშავება. ძალიან პატარა
30% დედამიწის მოსახლეობის მარტო უნარი რომ ასაკში ამუშავოს ლაქტოზა. დანარჩენს არა. მოდი სკანდინავიდან გენი და სკანდინავიდან გაცილებული გენია. მაგათაც დანარჩენ თითქმის არავის არა გენი. მთელი პოპულაციები მილიარდ ნახევარი იყოს ხოებში ნეჩნომას არა აქვს რძის მონელების უნარი ასაკში. მაგიტო ვერ შეხვდებით. მართლა? ხო, თელ ჩინურ კულტურაში იყო ძე როგორც ფენომენი არ არსებობს გასაყიდად. გასტრონომიაში, გასტრომეცნიერებში ზოგადად თან მithumetes რომ იყო კვების ჰიგიენაში. არ არსებობს კომბინაცია საჭმელის რომელიც არის მავნებელი. ანუ ასე ესე რა აი მოგწამლავს რა. ხო, მივხვდი. შეგიძლია აი რა ვიცი, თევზის ნაყინი გააკეთო და ჭამოჩვეულებოდ. ინდივიდუალურად თემა რა თქმა უნდა არის ადამიანს შეიძლება სენსიტიური მოქონდეს მილიონი რაღაცაზე რა. მე ვიძახი საშუალო სტატისტიკურად ვიძახი ორი რაღაცა რაც არის აგრესიული რეაქტანტი არის. ეს არის ნესვი და ეს არის ანანასი. აი გადავ რა ნესვი. ნესვი არის აგრესიული რეაქტანტი იმხრივ რომ ნესვი შედის მონელების სისტემას ცოტა ანელებს. ანუ მე დესერტად თბილისური რეალობა ქართული რეალობა მეც ჭამ ხომ არაფერს ეგეც რეალოთ არ აგიშვება რა. უბრალოდ იმას უფრო ზოგი ნესვის სახეობები რომელიც ჯობია ცალკე მიიღო. ხო დააცალე საათნახევარი და მე მიირთო. და ანანასი? ანანას პირიქით ანანას ფერმენტი რომელიც შლის პირიქით და არ გვიდეს რა. დიეტების დროს რაღაცა მიიღე და პირიქით ხო მონელებას აჩხარეს. აუ მაგარი რა აწავს მაგრამ ნუ ცხიმს არაფერი. ცხიმს არაფერი აწავს. ცხიმს აწავს სიმშილი და რეზერვების აქტივაცია. გადავ ეგრო ვიცოდე ცხიმს აწავს. აუცილებლად წავადგენ ჩვენ სპონსორს აჰავას რომელიც წარმოგიდგენთ კომპაქტურ ნაკლებებს სულ 4 ასეთი ნაკლები გვაქვს წარმოდგენილი რომლებიც იდეალური არჩევანია ყოველდღიური გამოყენებისათვის მოგზაურობისა და აქტიური ცხოვრების სტილისათვის. მაგალითად ნაკლები on the go გაერთიანებს აჰავას უნიკალურ მინერალებს და დაფუძნებულ პროდუქტებს რომლებიც უზრუნველყოფს ეფექტურ მოვლას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ესე იგი აქ არის მინი დასაბანი გელი თურმე, ტანის ლოსიონი და ასევე მინი კრემი, რომელიც სიმშრალისგან დაიცავს თქვენ ხელებს, თან ჩემოდანში ჩააგდე და გაფრინდი სადაც გინდა. შეგახსენებთ ასევე რომ პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში ძალიან კომფორტულ გარემოში და მადლობა ჩვენს პარტნიორებს ამ კარგი გარემოს მოწყობისა და კომფორტისათვის. ლუკა, ესეთი კითხვა მაქვს შენთან ალკოჰოლზე ჩვენ ვისაუბრეთ ახლა ხანს და მინდა აქვე ჩაგვეძიოთ რა. ალკოჰოლში არის საკში შემცობა ყველა ალკოჰოლშია, ხო? ასე ლუდი, არაყი, ტეკილა იქნება, ეს ღვინო იქნება. მოდი რაღაცა იგივე გასტრონომიული კუთხით რო შევხედოთ. მაღალი, დაბალი და საშუალო შემცველობის მან ორი ხერხი მაქვს. შემიძლია თევზის ჭერა გასწავლოთ, ან თევზის მოგცეთ, რომ არ ჭერაჯობია. კაი. მაშინ ეგეთი რაღაცა არის რა. ნებისმიერი ფორმაში, სადაც არ უნდა იყოს ეთილი სპირტი, 1 გრამი ეთილი სპირტი არის 7 კილოკალორია ენერგია. ანუ იჟანგება როგორც 7 კილოგრამი. ანუ ჩვენ პროცენტულ შემცველობას უყურებთ ამ დროს ბოთლზე. ეხლა გახოლეს, ხო, ესე იგი, მიდიხარ ჭიქა არაყი თუ გიდევს შენ წინ, მაგალითად, ჭიქა არაყში 40% არის. ესე იგი 20 გრამის სპირტი არის, 20 7 140 კილოკალორია. ოკეი, ღვინოს რაოდენობები გიზრდის მაგას. ღვინოს ხა როგორი რაღაცა, ღვინოს რაოდენობა პროპორციულად თქმა უნდა, 100 გრამზე გავდივართ უკვე, ან 120 გრამზე გავდივართ, ნუ გაზომე ხარ, ამდენ სვა მაგას ვაშვები. ერთი ჭიქა, ერთი პორცია 100-დან 150 გრამამდე ახმე როგორც ეგეთი ღვინის, ხო, მაგაში. მაგას ხა შავ ღვინოში 150 გრამში,ლიტრში არის ხომ ესე ვთქვათ, 12-15 გრამი შაქარი შეიძლება იყოსლიტრში. ოკეი, მე ავერია, რაოდენობაზე იძახი. ხო, ერთი ბოთლი ლიტრი ღვინო რა იყო, ლიტრი ღვინოში, უბრალოდ ასე რომ ორიენტირებები გქონდეს. ერთი ლიტრი ღვინოში შალი თქვა 15 გრამი შაქარი არის, ნახევარ შალი შეიძლება 20 გრამი შაქარი იყოს, ნახევარ წყილში 30-25 და ნუ სადესერტებში 40 გრამიც იყოსლიტრში შაქრიანობა რა. ნუ ოდნავ მეტი ხდება ხოლმე. 1 გრამი შაქარი ნებისმიერ რაღაცაში ბუნებაში აღჭარბ იყოს ნაშრწყალი იჟანგება 4 კილოკალორია ენერგიად. ანუ რამდენი გრამი შაქარიც არის, იმას 4-ზე ამრავლებ და ეგ არის კალორია ენერგიის ხარჯვა. ესე იგი, მაგალითად რა იყო ხო? სპირიტები ხა სუფთა დათრობის კოეფიციენტი უფრო ეფექტური არის ვიდრე ვისკი, კონიაკი, ტეკილა. მაგრამ თითო ჩათოლი თითო შოთი არის 140 კილოკალორია. ანუ ბომბა. ესე იგი, კარგად სვავ 1000 კილოკალორიაზე 140 ხარ 5-6 ჯგუფში. ძალიან მალე. ღვინოს, მშრალ ღვინოს, თეთრ ღვინოს მით უმეტეს, რომ არის ნაკლები, მით უფრო გამჭვირვალეა ღვინო, მით უფრო ლაითია, ესე იგი ნაკლები ნაწილაკია შიგნით, ხო? ლაითი ღვინოები, ესე იგი რა ვთქვათ რა 12% ალკოჰოლი ხო litrზე ესე აქ 12% ალკოჰოლი გამოდის 100 გრამში გამოდის 12 გრამი ალკოჰოლი 12 ჯერ 100 7 ჯერ 100 ხო გასაგებია 70 რაღაც ეგეთი გამოდის და ნუ ორი ჭიქა არის 100 ორი ჭიქა ღვინო უდრის ჩათვალეთ ჭიქა ნახევარ სპირტს ორი ჭიქა თუ დათრობა გინდა რა თქმა უნდა ჭიქა ნახევარი იგულისხმება თან პატარა შოთი ხო 50-იანებს გულისხმობს ხო რა თუ დათრობა გინდა რა თქმა უნდა სპირტული უფრო მარტივ სწრაფად მიაღწევ მაგ იმას და შეიძლება 3 ჭიქაში დათვრეთ და ღვინით შეიძლება 5-6 ჭიქა დალიო რა. ეხლა თან პრობლემა ნაკლი ისე აქვს რომ გინდა არ გინდა ღვინოს აქვს მაინც ის ეფექტი რომ გლიკემიურ ინდექსზე მოქმედებს. შაქარს წევს. ეხლა თუ მაგის პრობლემა გაქვს, ჯობია ღვინოს გაერიდო. მაგრამ ზოგად კატეგორიით ეგრეა ხომ რა. ყველაზე ნაკლებად კალორიული და პრობლემატური არის თეთრი მშრალი ღვინოები.
აი ეგ არის ფორმულა. ხო, თხელი ლუდები, ანუ ეს არის ლაგერები და ისინი მეც აი გამჭვირვალე, 4.5% ალკოჰოლი აქვს და გამჭვირვალე ხო ის აი ზაფხულის ლუდებსაც იძახიან, სერვეზა და ეგეთი რაღაცეები. მე უკვე ვიდიხარ ნახევარ ტკბილი და ნახევარ შალი ღვინოები არის. მე მოდის უკვე ცოტა სხეულიანი ლუდები და მე მაგის მე წმეს სპირიტები რა. სპირიტებშიც მით უფრო გამჭვირვალეა ნაკლებად კალორიული, ჯინი მაგალითად ოკეი, არაყი ნაკლებად კალორიული, ვისკი ცოტა უფრო მეტად, რომი მეტად ბევრად, იმიტომ რომ შაქრიანობაც მაღალი აქვს რაღაც ეგეთი და ნუ ლიქიორებს თავი უნდა დაანებო და გასაგები ის შაქარია ეს. აი შაქარი. ესეთი თემა გამიგია მე მაგალითად რომ მაგალითად ფრანგულ სამზარეულოში წითელი ღვინო ტკბილი რომელიც არის ტკბილი ვაფშე თემა არ არის არა ხო ტკბილი ღვინო საქართველოში უკვე იგრენენ რა აი გაყიდვებითაც ვნახოთ იმდენად პატარა პროცენტი აქვს ტკბილ ნახევარ ტკბილ ღვინოებს წითლებს მით უმეტეს გაყიდვებში რაღაც 10%-ს აღარ უჭირავს ფაქტიურად რა იმიტომ რომ ეხლა ზოგადად ეგრე ენთუზიასტი სვავს შალ ღვინოებს ზოგადად ხო მოყვარული მაგამ ბავშვია ძი დესერტულად მიიჩნევა ისინი ხო ფრანგულ კულინარიაში აი ალბათ საერთოდ 4%-ია ტკბილი ღვინოები წითელი ტკბილი ღვინოები რა გამოყენებს ხო არ არის ხო ეს იმიტომ რომ მარტივია დესერტკბილია და სიტყვას პატივს არცემენ რა აი ვულგარულია ესე ვთქვათ რა გავიგე მიღებულია პასუხი კარგი შემდეგი ესეთი რუბრიკა გვაქვს ჩვენ საფი კითხვა პასუხი ხინკალი მთიულური თუ ქალაქური მთიულური დავის გარეშე 100% ოკეი ჩიხითმა თუ ბოზბაში ჩიხითმა ჩინური სამზარეულო თუ ფრანგული სამზარეულო ჩინური მართლა 100%-იანი ათოშე ფორა ჩინური მაინტერესებს ეგ რატო ჩინელებს ჩათვალეთ ანუ ფრანგებმა ხელის დაბანარითოდნენ ჩინელებს დამწყრობთ კულინარია ჰქონდათ ტემპერატურული დამუშავებები და აი ისეთი იმხელა ფორა აქვს ჩინურ კულინარი იმხელა კულტურა აქვს ჩინურ კულინარიას ნახევარსაუკუნეწინარიან ფრანგებზე გემოსპონჩიც მაგასია ჩინურს ანუ არჩევანი როგორ არის მაგარ ჩინურ რესტორანში თუ მაგარ ფრანგულ რესტორანში შირუშტა ხო რა თქმა უნდა მაგარჩინოში მაგარ ჩინოს გულისხმობა აი სადმე წიახში გვანჟოს რეგიონში სეშუანში რაღაცე აუ მე ერთხელ ჩინურ რესტორანში დავემართა თბილისში ესე იგი სადილობ და ჩინელები სადილობდნენ გვერდზე მაგიდასთან და ამ ჩინელებს მიუტანეს სტრანი თოხლები ბიჭო სტრანი თოხლები მივიდა უცნაური მაგარი უცნაური ღორის კერძი იყო რა და ვეკითხები ოფიციანტს მეთქი ცხიმიანი ნაჭრები იყო ძალიან და მაგარი მუღამი მაქვს ამ პიკანტური და მძაფრი გემოების და მეთქი ისინი რას მიირთმევენ ბოდიში უხერხულია რაღაც ესო მათი კერძიაო და ჩვენო ამასო მენიუში არ აგვაქვს იმიტომ რომ თქვენთვისო რთული იქნება აი რთული იქნება მეთქი თუ შეიძლება რომ რაღაცნაირად გამასინჯოთ როგორ არაო ნუ კი ბატონო მომიტანეს გემრიელი იყო ლუკა ღორის ხორცი იყო არ ვიცი ალბათ 20% ხორცი იყო 80% ცხიმი მაგრამ ნუ სასწაული მე 1-6 საათი იქ მე ცუდად ვიყავი ძალიან ცუდად ვიყავი ანუ არ რაღაცა ეთყობა არ ვიცი ეგ ცხიმი არ მეგიაღა ცხოვრებაში არასდროს რა ცუდად ვიყავი და ეთყობა ჩვენი გასტრონომიული ანატომია არ არის ადაპტაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხა ბავშვებიდან ადაპტირებული რო ხარ მაგიმაზე თან და სოიო სოუსის სისტემაზე რო ცუდად ხვდები ეგ რატო აი სოიოში რო არის მომზადებული კერძი ვერ სოუსი იყიდა და არ გახდებთ ძალიან დიდი განსხვავება კომპოზიციით ნამდვილ სოიოს შორის და სინთეზირება ანუ რაღაცა ხელშეწყებნელს შორის და სამწუხაროდ თბილისში პრობლემა ძალიან დიდი მაღალი დონის სოიოს სოუსის გაყიდვისა. ეთყობა იქ თემა. ფაქტიურად არის რამდენი მე რომ იგივე ჩინური რესტორნიდან რო რესტორნებში ყველაზე ეფი სოუსი. აუ მე მაგრავი გრუზები რო. სოიოს სოუსი არის ჩათვლით ფერმენტებული პროდუქტია, წნილივით არის რა, პრობიოტიკი არის, ანუ რა ქვია. ანუ კაი უნდა იყოს. ყველა უბრალოდ ძვირფასი სოიოს სოუსი თბილისში არ იყიდება სამწუხაროდ რა. ანუ სახში თუ აკეთებ რამე ეგეთ თემას, უნდა წახვიდე და ძვირიანი ტიპი. აი კაი სოიოს სოუსი ეგეთი 250-იანი ბოთლი ღირს 18-20 ლარი რა და 250 ხარჯება უწევში რა. ანუ რა ქვია ისინი რა ქვია დიდი ლიტრიანები იყიდება 6-7 ლარი და ეგ არის სოიოს მარილწყალია რა, რაღაც საღებავია. მადლობა რჩევისათვის. კარგი, ნუ ქართულ სამზარეულოს ჩინურს თუ ფრანგულს ახლა გასაგებია ქართული არა, შემდეგი კითხვა მაქვს ეგეთი რომ ქართული. ნუ რა თქმა უნდა, ოკეი, მადლობა. მაგრამ მე გითხრა რომ ქართული უფრო ახლო ჩინურთან ვიდრე ფრანგულთან. ხო, პრინციპში რაღაცა მუღამებით, ციცაკებით, ჩაყმე. ოკეი, არევებით და აღრევებით. კარგი, სუფრის გაშლითაც. საუკეთესო კულინარიული ფილმი ან სერიალი ხო არ გახსენდება მაგალითად? აი, რომელიც რაღაცა დაგვასებია. ამპოპო არის ეგეთი იაპონური ფილმია. რა ქვია? ამპოპო. ამპოპო? ქართული ფილმია? ხო, ხალია რომელიც რამენის კულტურა არის, ძალიან ისეთი კულტურა რა, რამენის რეცეპტები არის, თაობრივად და ის რაღაც ეგეთი და რამენის კაფეს გახსნას ცდილობს და ეგ არის ძალიან კაი ფილმი ერთი. კიდევ გერმანული ფილმია Soul Kitchen ქვია. რომელიც არის ეგ ნანახი. ჰამბურგში რო კაფე. ეგ ნანახი, მაგარი ფილმია. ეგეც ისეთი ხო იცი რომ რეალტაცი ფილმია. აგად აღწერს იმას რა ხდება ინდუსტრიაში ეს თქვა მეტ ნაკლებად ხომ საგიჟეთი ხომ ეს თქვა რა.
და ნუ სერიალები ერთი white. დიახ, ეხა ბერი მოწოს ბევრს და მაგრამ მე ვერ მოწოს. აუ მე მასწრდება ერთი ფრანგული ფილმი, სადაც თუ არ ვწდები, ჟერარ დებარდიე ხო, შეფი რო არის, ხო, კი. და იქ ტიპი რო არის, რომელიც რაღაცებს ჩალიჩობს, რაღაც მასტერია იქა და შეიყვანს. კარგი. ერთგვარი კულინარიული შედარება რომ გავაკეთოთ, ქალი რომელი კერძია? ქართული თუნდაც. ქალი? ხო, აი ქალი. ქალი და ქართული კერძი. ქალს გააჩნია, კაი. გინდა რომ ყველასთან გამწარო თუ რა იყო. არა, კარგი, გამოვიღოთ. არა, პასუხს მაგას არ ვცნობ. კარგი, ოკეი. რამეთანი გამოცილი კაცო მაგის მაგ იგი ძალიან პასუხი გავწე ხო? ჩაგეთვა. კაი, მთელი ცხოვრება რომ მხოლოდ ერთი საკვები პროდუქტის რომ შეგეძლოს, რა საირჩევ? ფანტაზიური სამყარო და შემიძლია ხო, ფანტაზიური სამყარო. მაშინ ნაყინი იქნება რამე ფორმის. აი, გადა. აი ნაყინი შემიძლია ტონობით ჭამო ნაყინი. ერთ-ერთი რაღაცა რაც შემიძლია ის გამოც აი ქვეყნიდან აი ამას წინ ხეს ერთი ორი თვით წინ და შემეგობარი სპეციალურად მანქანაში დავჯექით და იტალიაში წავედით ნაყინის გამო. ნუ ეს ჯელატო ეხა იტალიაში. არა, იქ ერთი პადუაში ერთი ნაყინია. რაღაც რეცეპტები. აი ის ერთი არის პადუაში ერთი ნაყინი. ფილის და იტალიაში მანქანი? ხო, მაგის გამო. რამდენი ხანი შეხვედით ისე? 4 დღეში. დაიღალეთ? არა, კაი. მე დალინებოში კი ვარ ეს თქო. აუ, მაგარია, ძალიან მაგარი გამოცდილება იქნებოდა. კაი, სამწუხაროდ რომელი ნივთიან მოწყობილობა შენი ფეივორიტ და საკუთარი აი საუკეთესო დანა. თუ შეფიქრე. დანა არის ხელის გაგრძელებაა დანა. ოკეი, კარგი. რომელი ქართული კერძია ყველაზე მეტად დაუფასებელი შენი აზრით და რატომ? აი ანუ არის, მაგრამ პოპულარული არის. ხასიათს გააჩნია. ყოველჯერ სხვა რაღაც ვიძახ ხოლმე, აი ეხა ვიწვი ისევ ტყემალს. ანუ მაიცო ტყემალი. საქართველოში დაფასებულია, მაგრამ აი როგორც ტყემალი არის ჩვენი ჩემპიონი არ მოსწარ აი არ უშვებთ ასპარეზზე არ უშვებთ ასპარეზზე არ უშვებთ. რატო თვლი რო არ გადის ასპარეზზე? შეიძლება ვიღაცა დუჟონის соуსები და რაღაცები ხო? იცი როგორ ნახოს რომ კარგად უნდა შევფუთოთ და ყველას ტოვებთ რომ ნახე აი უმაგრესი რაღაცაა და ეს არის რეალურად ქართულ კულინარიის მუღამი ტყემალი. соуსის გავშვება არის ყველაზე ანუ ექსპორტზე გატანა соуსი არის ყველაზე მარტივი. ყველას შეუძლია ანუ მე მელანდება სამყარო სადაც არ ვიცი ეკვადორში ვიღაც მაცივარში ტყემალი უდევს ხდები აი ეგ მინდა რომ აი როგორც სირაჩა გვიდევს ჩვენ და როგორც ხდები რაღაც კეჩუპი გვიდევს რაღაც ეგეთი და როგორც მაიონეზი ფრანგული და აი ეგრე მინდა რომ ტყემალი ედოს მაცივარში ავსტრალიაშიც ვიღაცას ნორვეგიაშიც და სამხრეთ აფრიკაშიც ბაგარის დედას კეფცები ეგეთი სურვილი არ უნდა მეგია მე მესმის გზნობის დონეზე აბსოლუტურად მესმის კაი ყველაზე ექსტრემალური და უჩვეულო საკვები რაც ოდესმე გაგისინჯავს აუ იმდენი ნაგავი მანქანჭამი ყველა კარგი აი მოდი ბალუტი მაგალითად აი ბალუტი იყო რაც ერთ-ერთიც არ მომეწონა ეგ არის მის არის კვერცხში რო უკვე რო გაზრდილი მის ემბრიონი არის და მე ფერმენტირებულია და ხაშახო და აი გაჭაყურჯი ანუ ფრინველის კვერცხი აი განახო ფრინველის კვერცხი განახით ხა ეს სად მოახერხე? აი კითხარეს აღმოსავლეთში. აზიაში. და ეს წერები და რაღაცეები გაგისინჯავს? კი, ფანაშუს ეგენი მომწონს. თითქმის ყველა. ხრაშუნა ტიპები არიან. კი. ეს ბალოტი როგორც ეს არის იდეაში ფილიპინური არის, მაგრამ ბევრგან კეთება ხმა, ეგეთი ტიპია რა. და ანუ ასე დონეზე გასწავლე. მარტო იმიტომ ჭამე რომ ხვდებით აი შეფი ვარ თქო და ანუ პროფესიული უკვე შევტოპე რა ხვდები მეტი იყო რა ვერ ანუ და იქ ზვალი სტრუქტურა არის და აი ხაჭაყურჯი გავდეს სულ ის ჭიები თქო მაგას გამფენაზე ვარ ნაყოფი რა ერთი ექსპო თანამედროვე კულინარი გასტრონომიის ქვეყანაში ტარდება ჰონკონგში იყო და მოკლედ იყო ძალიან ესეთი სერიოზული ექსპო იყო და იქ ველაფერი გოგოსინჯეს აბსოლუტურად თორე ეს ფერმაზე გაზრდილი მოხულხოვები რაღაც ჭიანყელები და გამურები არ არის ეს არის როგორც წამოჩათვალეთ რომ აი მეცნიერები დაждდნენ არც ერთ ორ დოქტორანტურას ნაკლები არ არის და მომავალი საკვებზე მუშაობდნენ როგორც რომ აი როცა აღარ გვექნება მარტივი წყაროები როცა და აი იგებს როგორი რაღაცები ფერმა მაგალითად მოხულხოვების პროტეინი რომ მე შენობაში კეთება ხო და ეს მოხულხოვების და ანუ თავის ნუტრიციული რუკა ქონა რაღაც ეგეთი და იგი ძალიან საყვარელი სუნელები შემოვლები მოხუხოთ გონია იმას რაღაცა თხილს ჭამდა ამ პოპკორნს რა სოცხლად არა და შებრაწულები და ობიექტურად გემრიელია ყველა და ისი მარილითაც არის სუნელებითაც არის იგი როგორ იყო ეს მოხუხოები ქონათ როგორ იცით რა ანუ რაღაცა მექსიკურ სუნელებში დიახ მოხუხოები რაღაცა ფრანგულ სუნელებში მოხუხოები გემოზე წასულიყავი გარჩევაში მაშინ რო ჭამე ვერ წხვდები რომ მოხუხოს ჭამე რა ხა კი თვალები პატარა დირკებია ის რაღაც ისინი აქ ხრელები რაღაც ისინი და კი ფორმა მოხუხოს მაგრამ აი ქარხანაში შეგვიძლია მაგ ფორმის პეჩენია გააკეთო ხდები გმენდი და იყო მშალი კაი ხრაშუნა კემრიელი ტიპი იყო ის კალიები ძალიან გემრიელი არის ხო კალიები მინახავს საკუთარ მაგას ეგ მეტოს ძალიან მან გავსინჯეთ კალიას და კრევეტს ფრეშ კალიას გავასინჯეს რა ფრეშ რას ნიშნავს ანუ ნუ დიდი კალიები სარანჩარაც არის უმი არა მაგის და მობრაწული რა ანუ ფეხებიდან გამოგდებული ხორცი on წამიგინეთ ერთი 20 კალიის ფეხი გჭირდება რომ ერთი კოზე შეავსო რა ხო ნუ იასეთ ხო მაგრამ არის ვიღაკეთებ просто ის იყო დემონსტრაცია იყო რა
კალიას და კრევეთს ერთი გემო აქვს. მინუს არა და ვაფშე კავშირი არა. მინუს არა, ჩითილისებრია ორივეს ეგზოსკელეტონია. ერთი ეგზოსკელეტონის თემის. ერთი და იგივე მექანიკა და განსხვავებაა, ერთი წყალში ცხოვრობს, ერთი ზემოთი. მეორე ხმელეთზე. თორე გემო ზუსტად იგივე აქვს ორივეს. просто მინუს რა დაგჭა გასაცინჯი თქვენ როგორც კულინარიის ვთქვათ სპეციალისტ რაც ილიხო გველი არაეთიკური რაღაც გველი და ეს ყოფილა ჭამი ნიანგი ერთი რაც მაინტერესებს მაგრამ მორალი მიშლის ეს არის რა ქვია ზვიგენის ისა შარკფინი ანუ ისა ზურგის ხო პაპუ ხო ეგ просто ეგ აგზაულია ყველგან და მაგიტო არც იცავს და ხო მაგიტო მეც ცოტა ის კი მაინტერესებს მაგრამ ისა და რა ქვია ეგეთი პატარა ჩიტი არის რა ავტომატი კი რამასაც ანუ მაგას ადრე მიირთმევდნენ და საფრანგეთის ფრანგული ტრადიციული ის იყო აი ეგეთი ის არის თლიანად იწובה რა ვაიმე რა საინტერესოა და ანუ ეს არ აი ეგეთი რა თლიანად ჭამბებს რა მწყერის თემა არის რაღაცა მწყერის პონჩი პატარა უფრო ძალიან და უბრალოდ ის იყო რა ქვია კიდე გადააშენეს კიდე ამ საფრანგეთში ესენი და დაცულია ხა და აგზაული მაგას მაგრამ ანუ ვისაც ერთი ადამიანი ყავს ვისაც გასინჯული აქ ეგ საქართველოსია ეს ადამიანი? რა ქვია? ქართველია, ვისაც გასინჯული? არა, შეფია ჩემი კოლეგა რა და რომ მომიყვა ექსპერიენსთან როგორი იყო მაგის გასინჯვის და რა იგრძნო რა ხა გააფეტიშავდა, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს. ოკეი, ინტერესი გასაგებია. მაგრამ ეგეც არ მინდა, იმიტომ რომ ის არის რა არაეთიკურია. ფუაგრასაც აღავჭა, იმიტომ რომ ფუაგრას ის მომენტი რო აი ყელში ტენიან ძალით ცეროს მართებენ ამ იხებს ეგეც არ ბატებს ეგეც არ მომწონს რა. რას აკეთებენ? ფუაგრა რო გაკეთდეს, ხო, და ცეროზი უნდა დამართო, იმას რა ქვია, რო ის ღვიძლის ცხლაცხი მომდეს უნდა რა, მაგრა ძალიან სტრუქტურა რომ მიიღო რა. და მე ღვიძლის ზალი დაჭმევენ ძალიან ბევრ საჭმელს და ძალიან თვალწვალები ნაკოხობს წარმოიდგინე. ოღონდ აი როგორც ეს ყელში თხარიან და ისე და ნუ აი ეგეც არ მომწონს რა, ხა, იმიტომ რომ მე ზოგადად ისევა რა, ცოტა არც ველური ცხოველის ჭამა მიყვარს მაინდა-მაინც, იმიტომ რომ ნუ ცხოვრობს თავის წყალში რა, წავიდეს რა, ფერმაზე საკმარისი ცხოველი ყავს. არ მაქვს ეთიკური საზღვრები ცხოველების ყუდის, ფერმირებული ცხოველი შემიძლია მე ჩემი ხელი დამოკლა რამდენი ძგინდა, მაგრამ ველურზე ხას ვსვავებ, იმიტომ რომ ანუ იმას ნახეთ თავის რა. იცხოვროს თავის ბუნებაში რა. კარგი, ექსტრემალური საკვები არ ვიცი, მაგრამ ყავა რომელსაც მელით აქვს თავაზობს და ამზადებს აუცილებლად თუ და გასინჯონ ადამიანებმა, ის თავად არ რეგულირებს დაფქვის ხარისხს, ანუ ეს ჩვენი აპარატი, ტემპერატურას და წნევას, ანუ ჩვენ უბრალოდ ღილაკს ვაჭერთ ტელეფონზე და იდეალურ ყავასაც ვღებულობთ ეგეთია მელითა. ლუკა, ტვინზე რომელი საკვები მოქმედებს ყველაზე კარგად? უფრო ამოღება ვიდრე რაღაც ჩამატება. მაშინ ამოვიღოთ რა. მარტივი შაქრები. ანუ ნახშირწყლიდან მარტივი შაქრები. ანუ ესე იგი ყურე, არის მონოსაქარიდები და დისაქარიდები, ხო? პოლისაქარიდებს თავიდანვე მოტეგენი უნდა მიიღო. მაგრამ სუკროზა, ანუ სუფრის შაქარი, გლუკოზა, ფრუქტოზა, ანუ ის მარტივი ტკბილეული. ჩვენი მექანიზმი ტვინის საერთოდ არ მორგებული იმაზე რომ რა ქვია მიიღოს ამდენი შაქარი ამდენი საშუალებაც არის ახლა რა. გინდა არ გინდა ისეთ ტკბილეულში ცხოვრობს რომ რაღაც არ უნდა იყოს მოდენი ტკბილეული. ადამიანი 300 წელი ვითარდებოდა ანატომიურად ისე რომ 1000 შეთხა ჭამა ტკბილი ხომ და ჩვენ ყოველდღე ტკბილი გვაქვს რა მეტია. პირველი რაც აი მგონები დაბინდებაზე იმას მოქმედებს არის შაქარი. კარგი, ჰორმონალური თემის და სექსუალური ენერგიის გააქტიურება. ხო, არსებობს თურმე კერძები, შეიძლება ეს მითია, რომელიც შეგიძლია შენ მოამზადო ისე, რომ ადამიანის აი ამ სტატუსის, ასე ვთქვათ, პატარა შელაყლაყება გამოიწვიოს. არსებობს ეგეთი თემა. იცი როგორი რაღაცა ხა ისე ობიექტურად რა მანდარი ერთი ნაკლები კვლევის სუბიექტურობის დამხნეველი. ყველა კვლევაში, ყველა ანალიზში შეგვიძლია ნახო რაღაცა, რაც გათქმევინებს რომ რაღაც ნივთიერება, რომელიც რაღაცზე მოქმედებს პოზიტიურად რა. მაგრამ კონტექსტში შეხედავ, ხო, კონტექსტი, იმიტომ რომ აი მაგალითად არის იმაში რა ქვია, ხამანწყებში არის აფროდიზიაკი მაგალითად რა. როგორ მევასება. მაგალითად არის რა ქვია, კონკრეტული ტიპის წითელ ხორცშიც არის რაღაც ზონაზე, ხილშიც არის რაღაცები, ამ მარაკუიაში არის, მარწყვში არის რაღაცები არის, მაგრამ რეალურად უფრო პლაცებო ეფექტი აქვს მაგას, იმიტომ რომ იმდენ მიზერული რაოდენობა არის ის რა, რომ რავი, მასანამ იმდენს მიიღებ მაგ ნივთიერებას, ალბათ ნახევარი. გასაგებია, ეს ვიტამინების პონჩია. ერთხელ რომ მე დავლიო ვიტამინი, C ვიტამინი დამიყარე, დავლიო, დავარტყა და უიმე C ვიტამინი მაიწია, ზუსტად იგივე ის შენ აკუმულირებაზე უნდა გაყვიდე, რაც რეალურად შეუძლებელია. და რეალურად მაგაზე აი ჯანსაღ პოტენციალზე და ჯანსაღ იმაზე რაც პოზიტიურად მოქმედებს არის სისტემატურად ჯანსაღი ყვება, მარილების არ გადამეტება და არ მოკლება. და ფიზიკური აქტივობაში ხა როგორ რაღაც მე მაგას ვიძახით სასაცილო, იმიტომ რომ მე არ ვაქტიურობ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ცოტა არ მაქვს მაგაზე. ყველა კვლევა მანახა, რომ სისტემატური ფეხის სიარული არის ყველაზე ეფექტური რაღაცა, ანუ ზოგადად მომნელებელი სისტემისთვისაც. ცირკულაცია და ყველაფერს. ანუ ეს მე არ ვიძახი ინტენსიური ვარჯიში, მე ვიძახი უბრალოდ დღეში 10 კილომეტრი ფეხის სიარული. მე მაგას ვაკეთებ ყოველ დღე თითქმის. აი ეგ არის უნივერსალური რაღაცა არის. ეგ და ნუ ამ ხა ძალიან მარილიანები რა ძალიან ძალიან
ტრანსპორტი მიყვარს, მან მოტოციკლეტი მანქანა რაღაც ვერთობი მაგით. ეგ გაპრავება არსიარულის. იცი მოტოციკლის ეს სიამონება აქვს. აი, მიდებულია თქვენ. აი, ესეც სიამონება მოტოციკლი რა. ოკეი. ერთად ამჟარი რო იყავდა, რო ყავდეს, ამ ეს დიოგი არ გეკეთებოდა რა. აი, ეს უბრალოდ არ გეკეთებოდა იგი. გამოსილება არ მაკარა. არა, ეს დიოგი ნაღად არ იქნებოდა რა. მადლობა, კარგი. ეგეთი კითხვა კიდე ეს რავი ბავშვებიდან რავი რაც იტალიურ სამზარეულოს გავეცანდა იტალიაში მოგზაურობა მომიწია. ეს აბედნიეროდ არა ედგის უყურებთ რომ საღამოს მათი ვახშა მიწყება 7 საათზე მანამდე რესტორნები დაკეტილია შუა დღეზე რაღაცა სტაცუსრავენ 12-დან 2-მდე დილას კაი მსუბუქი საუზმე და საღამოს ურახუნებენ პიციდან დაწყებული პასტით დამთავრებული პარმეზანი ძევიდან მოხეხილი და რა ვიცი ცხიმი ნებისმიერ სახით ხო იქ ფლორენციული სტეიკი და რა ვიცი ევასებათ ამ იტალიელებს ჭამა ამის დედავატერი რო შეხედავ ამას გამაჟრიალა ისე ხო ხედავ შეხედავ და ეს იტალიელები სუ ფორმაში სუ ატლეტური აღნაგობის ძირითადად აი პოპულაციას რო შეხედო მასობრივად ჩვენ ერთხელ შევჭამ კვირაში ამ პასტა სახში რაღაცას მე თვითონ ვიჩალიჩებ ოჯახს გაუკეთებ და მეორე დღეს ვარ უკვე ერთი 300 გრამ დომატები რა თემა ის ისევ გენეტიკური წინასწარ განწყობა ნედლეულის მნიშვნელობა მან ერთი რომ ხა ადაპტაციას მნიშვნელობა აქვს ორი რაღაცა ჩვენ კულტურაში ძალიან ბევრი ინგრედიენტი შემოიჭრა რომელიც ადგილობრივი არ იყო არასდროს რა და მაგაზე მორგებული ჩვენი ფიზიოლოგია ბოლომდე არ არის. ცნობადობა არ არის, ხო? ხო რა, იმიტომ ჭირდება სელექცია თავი იმდენ რაღაცას შვება რომ მონელების სისტემის მხრივ რა, მაგრამ მეორე მხრივ არის ის რომ პირველად წარმოება აქვს უმაღლესი ხარისხის იტალიაში. ანუ ნედლეული. ჩვენ კი ვამაყობთ რაღაცით, მაგრამ ზედმეტ ტოქსიკან ზედმეტ ესეთიც ვერ ნახავ იქ. ანუ ყველაფერი უმაღლესი ხარისხისა. ანუ პასტას რო აიღო, ხო მაგალითად იქ არახელნაკეთი პასტის კულტურა არ არსებობს ფაქტობრივად იტალიაში. მაღაზიაში ნაკეთი პასტის კულტურა სულ სხვა პასტა იყიდება იქ. სხვა ცომია, სხვა ფქვილი არის. აქ ჩვენთანაც არის ყველაფერი. უფრო პოპ. სულ ყვითელი ფერისო სემოლინეს გაკეთებული მარტო ხომ ეგეც არ არის კაი ის. უნდა პასტა ხელნაკეთი არ არის ეგეთი კაფეო ყვითელი ფერი ხომ. ყვითელი ფერი თუ აქ კვერცხის გამო აქვს ხომ და რაღაც და აქ არა სემოლინის გამო ან რაღაც საღებავის გამო ხომ. ყველაფერი უკეთესი ხარისხისა აქვს დღიდან დღემდე გამოყენებაში. ვა. და ეგ იმდენად მან ხარისხზე ნედლეული ძალიან დიდი განსხვავება არის. ანუ კატასტროფად დიდი განსხვავება ანალიზებში, რეგულაციებში, მოთხოვნებში, ყველაფერში დიდი განსხვავება. იტალიას აქვს, იტალიის ეკონომიკის დიდი ნაწილი ძალიან დგას მათ კვების კულტურაზე. მე არ ვიცი ახლა მარტო ექსპორტ იმპორტზე, მაგრამ ახლა კულტურაზე ჯამშიტიანად და მაგათთვის ახლა მაგის დაკარგვა და მაგის არ მოულა. არის კახის ამბავი, იმიტომ რომ მარტო პარმეზანს აქვს მარტო მიხელა ინდუსტრია მსოფლიოში რა ვიცი ხა რა. ანუ უდიდესი შემოსავლებზე აქვს საუბარი ქვეყნის. ანუ ქვეყნის ხო მაგას ვამბობ, რომ ეკონომიკას ინახავს მარტო ყველი საქართველოს ეკონომიკის გარეშე. დღეს საქართველოში არის სიტუაცია, როდესაც თითქოს ესე შეივსო ჩვენი თაროები, დახლები, სხვადასხვა მეგამარკეტებია, სხვადასხვა შემომტანებია, ხო? და პროდუქციასაც რო შეხედავ ამა თუ იმ ქსელურ, ასე ვთქვათ, და თუნდაც არაქსელურ რაღაც ექსკლუზიურ ბუტიკურ მაღაზიებში, თითქოს აი შეხვალ და აუ რახსული გაგიხარდება. რამდენი რამეა. კაი, როგორ უნდა განვასხვაო, ან რამე არის ესე ევროპული სერტიფიკატის მატარებელ პროდუქტს მივაწვეთ, ქართულ ხარისხს მივაწვეთ, ვის დაუჯერო, სად რა ავარჩიო, რომელი კარაქი ვიყიდო, ხორცი ბაზარში ვიყიდო, იქ სუპერმარკეტში დაძველების ხორცი ვიყიდო, იქ რომელ ხორცს ატყლავენ. საერთოდ გარტყმაში არ არის ძირითადად მოსახლეობა, ხო? რამე არის ხრიკი, რითაც შეიძლება რამე რაღაცა დაკვალიანდე? მაგარი ფული კითხვა. ანუ ვიცი როგორ რაღაცა ეხლა რო არის და ბედნიერი ხარ რა. ხო, ეგ არის, მაგას უნდა მივაწვეთ რა. ანუ აი ну кай შეიძლება თქვა რომ მოკლედ არ იყიდო ხორცს ისეთი ადგილიდან სადაც აი რაღაც ხის მორიგრია და რაღაც და სუფთა ადგილიდან იყიდე რაღაც ოკეი მაგრამ ეგეც არ არის გარანტია არაფრის არც ის არის გარანტია რომ ხასადან ჩამოსული არა საიდან რაღაცე კი კარგია თუ აქ რაღაცა ევროპული მაგალითად სუამენტალოდ რაღაცა ბოსტაიმ წვანილზე რო აიღო გლობალ გეპის სერტიფიკატი თუ ესე იგი გადამუშავებული არის სუფთად მაგალითად რა არის რა წვანე პროდუქტი რაღაცა ბიო პროდუქტი ბიო თუ არ კი ესენი ყველაფერი რაღაც ალაგ-ალაგ არის მაგრამ არაფერი რეალურად გარანტია რა და თან საბოლოო ჯამში რა მარტო თბილისში ხარისხი რო აიღო რასაც იმაში აი წვალებაში ყოველდღე მოიგებ ამ ჰაერში წააგებ უკვე ისეც რა ამიტომ ანუ აი ნერვიული სულ მიყვარს ეგეთი მაგალითი მოყვანა რომ
სოსის უჩერეს კომპანიას ამერიკაში კომპანიას რომ თქვენ ცელულოზა ანუ ეს ნახერხი რაც არის სცენარიული ბაზა რაც არის რა ადრე რაღაც ტუალეტს ხაღაცურებენ ცელულოზას ხო რა ცელულოზას რო ურევთ თქვენო მაგიტო თქვენი პროდუქტი არაჯანსაღიაო სასამართლო საქმე წააგრძო კომპანიის მიერ რა და ეს სასამართლო საქმე კომპანია მოიგო იმიტომ რომ ანუ არასწორად აღზერეთ ანუ მაგაზე კი არ უნდა გაგეტრაკებინათ რომ ცელულოზა ყველაზე ჯანსაღი რაღაცა ჩვენ სოსისშიო რა დანარჩენი რაღაცები ცხიმი და ის რაღაცა ლეცტინდა რაღაცა ცელულოზა პრებიოტიკი არის ნაწლავების კარგია შენ არაფერს არ მოყავს და ნახერხზე რო გაგაკეთებს ნახერხზე ნუატრაკებთ ნახერხზე რა ნომერზე გაღალდის ბაზაზე რა ეგ კარგი არის დანარჩენი იკითხეთ თქვენ რა არის არგუმენტი მიღებულია ზეთებზე არის ეხლა უკვე ატეხილი ამბავი რაფინირებული ზეთი ზეითუნის ზეთი კარგია ზესუმზირის ზეთი არქნა შემწვარი ზეთი პირდაპირ კიბოა წახვალ და მოგაჭრიან რაღაცას ანუ ძალიან აი ბოლო 6 თვე მართლა გეუბნები შეიძლება ნაკლები მაგრამ ძალიან ბევრ საინფორმაციო ასე ვთქვათ ნაკადებში მოხდა ეს ხურში რა რომ მოერიდეთ ზეთებს კარგი, როგორც კვების სპეციალისტი, ვთქვათ, გასტრონომიის მიმართულებები, ზეთი რა თემაა? ეხლა მან როგორი რაღაცა რომ ეხა ხდება, მოკლედ, საინტერესო მოვლენა თუნ სოციოლოგიურად და ბიზნესის მხრივ რა. ტალღებია ხომ ერთმანეთს გაბუჭების ხომ რა. ერთი 90-იანების დასაწყისში ზეთების ინდუსტრიამ ძალიან დიდი ფული ჩადო ლობიში, იმისი რომ ცხოველურ ცხიმებზე ანტიპროპაგანდა წასულიყო რა რომ ქოლესტეროლი, იმპაქტი რაღაცებით. მე აღმოჩნდა თუმე რომ ცხოველურ ცხიმებს მიხალაზე მოქმედება არ აქვს პირდაპირ მნიშვნელობით მაგალითად ხო კარდიალურ შეტევებს ხო როგორც სხვა რაღაცებს აქვს აბსოლუტურად რა. ეხლა პირიქით ჩაიდო ფული რომ დაიწყო ხორცის ინდუსტრიამ გაფუჭება მცენარეული ინდუსტრიას რა რა ქვია. ანუ ეს გლობალური ომის თემაა. ეს გლობალური ჯახია. როგორც ხოცი ერთი წელი მარილია მტერი, მეორე წელი შაქარი მტერი, მესამე წელი რაღაც სხვა არის მტერი, ნაყინია მტერი, მეოთხე წელი. ეხლა შემოტრიალდა და ბოლო 4 წელი ტენდენცია მიდის იმისი, რომ ეს ულტრა გადამუშავებული რაფინირებული ცხიმები, აი რაფსი მაგალითად რა იყო, რომელსაც მაგალითად 10 წლის წინ ძახდნენ, ყველაზე კაიზეთიაო, ეხლა ეძახიან, რომ რაფსი არის სცენარი არის, რა გეტყვითელი ყვავილი არის რაფსი და კანულას ეძახიან ასევე, ხო რა. ძალიან კაიზეთია, იმიტომ რომ ძალიან მაღალი გამძლეობა აქვს ტემპერატურის მხრივ და კარცინოგენოდ არ იქცევა. 230 გრადუსზე. ხარშავ წვავ და ის ტოპია რა, ესე ვთქვათ რა. მაგრამ მთელი მუღამი ის არის რომ პანიკა იყო მაგაზე და რაფსიზეთი ეხა ისეთი ანტიპიერი მიდის მაგაში რომ აი საფოხი მასალა იყო ვაფშეო და მანქანებში და ეხაო ვაჭმევ ნაგას. ამიტომ ეს მუდმივი ომი არის. ზედზე პროსტო ძალიან მარტივი რაღაცაა რა თავარიან მოიძიო smoke point-ი ეგეთი ტერმინი. წყლის ტემპერატურა. აწერია ეს ბოთლე? ბოთლი აწერია ინტერნეტში დევს ყველაზე სახეობად რომ ნახოთ smoke point-ების გრაფა რომ მოძებთ ყველგან დევს ინფორმაცია. ესა რომელი სახეობის ზეთს, რა ტემპერატურაზე აქვს წყლის ტემპერატურა და რის მერე იქცევა კარცინოგენულად. აუ ეხლა ტაფაზე რა ტემპერატურა საიდან გავიგე? ძალიან მარტივია, ანუ ზეთს დაასხავ, ხო, გაბოლოას თუ დაიწყებს მაგ ტემპერატურას მიაღწევ. ხო, ანუ თან ერთ-ერთი კაი ინსტრუმენტი რაც სახში შეგვიქონეს არის ლაზერული თერმომეტრი. დავასხივო იმას და და ნახავ რა უსწოდ რა ისეც დაგეხმარება კულინარიაში ბერნამეში გამოდგება ხვდებით ეხლა ეს ლაზერული თერმომეტრი. მე ომლეტს რო ვაკეთებ, უკან ზეთს დავასხამ დროის პონჩი, ვიცი რომ ერთი წუთი ცოტა შეხურდა და მე ყვერც ვკავ და და იწვება რა მეტს იქ არ ვაცდებ. თუ ბუღავს ესე იგი იწვება, ესე იგი კარცინოგენულად იქცევა. და ხორცს რო ვადებ და ბუღვა იწყება, ხორცის ბუღვა. გემრიელია და ეგ ბარტერი ღირს ჯანმრთელობასთან. მე ეგრე უყურებ მაგას რა. სუდია, მაგრამ ღირს. კარგია, მიღებულია. მე რეჭიკასეს ღვინოს დავიჭერთ ხელში, ტოქსიკანტით ხელს დავაუწოდეთ მანაც და გავაგზავნეთ ცხოვრება. ამიტომ რა ქვია, ამიტომ თუ ერთი აი მით უმეტეს ვიღაცა ეგეთ რაღაცას მე მახმარო, აი ხო ციხე, წეველი თუა და ალკოჰოლს თუ მივითემს ხომ და მე მეუბნება რომ უბრალოდ მე მაქვს მე მეცინება ხომ ჩემ ზოგ მეგობარზე ვინც ნუ კლუბურ ნარკოტიკებს თემებში აიმონობენ ხომ რაღაცებს ხომ და აი ორშაბათს მე რომ ძალიან ჯამსელ დეტოქსი იწყებენ და იმაზე რომ მეუბნება აი მე ლუკაი რატო ჭამე ეხლა ეს ისე კი ანუ ჩემი კარგი კინაღამ პერედოზი ქონა გუშინ წინ რაზე მელაპარაკები საერთოდ აგმენტია ძალიან ჯასახიტილები რო არის დილი და რა პილატეს იოგა და რა ქვია ეს და პარასკევს აღამოს რაღაცე უცნაური ფონი კაცის მარორ საერთოდ ის შეკითხვა კარგი კახური ზეთის თემა მე ვერიდები რატო არ ვიცი რა არის და იმიტომ. აზრი არა ვარ როგორ აკეთებ. არა რაფინირებული ის არის რა ქვია ზენსუზური პრესში დავაჭირე ჩამოისხა ზენსური. მაგრამ არომატი სუნი გემო ფანტასტიკური აქვს რა. აბსოლუტურად
კახური ზეთი ეგეთი რატო არ არის ესე ბოთლებში არის ხომ იყიდ ბევრი კომპანია ასხავს. უკვე კომპანიებს კი მე აგროჰაბსაც აქვს თავის ჩამოსხმა და აი არ მივიქცევია ყურადღება. ანუ მოსული თემა არის და ვაიმე და რა როგორც მოდი ისე რა იცი რა მეტი ყო რა ანუ უცხოეთში ცოტა შორის მინდა გითხრა ხა მაგათ ევროპაში ხო ზეთია ცენტრალური ზეთი და არამზესუმზირა ან ზეთი რა. ნახე კულტურების მიხედვით ეგრე არის როგორც ჩინეთში მიწისთხილი ზეთია თავარი ზეთი და სოიოსი. და ანუ იყიდება ევროპაში ცხომე არ არაფინები ექსტრა ვირჯინი ზესუმზირი ზეთი რომელიც ძვირფასია და რაღაცა 30 евро ღირს ამისა არის ხომ ანუ ექსტრა ვირჯინის თემა არის რაც უფრო მაღალი კლასია მით ექსტრა ვირჯინი ხო არის ზეითუნის და ექსტრა ვირჯინი აშენებს ზესუმზირის ხო ნიშნავს იმას რომ ცივი გამბუხთა არის გაცხელებული არ არის ანუ ზესუმზირის ექსტრა ვირჯინი ჩვენთან მე არ მინახავს არის ჩვეულებრივ კახური ზეთი ეგ არის იმენა კახური ზეთი ექსტრა ვირჯინი ზესუმზირის კაი გავირკვიე ხა კიდე უყურო ეთი პოდკასტი მე მოგისმინო ხება მე მინდა რომ აქვე წყალი მთის შევახსენო რა შენ ის ნებართვით ხო დეთან დავისხავ კი და ის კი მიირთვი წყალი მთის კარგია ცხელა ჩვენთან მართალი ხარ მაგრამ გარეთ როცა ცივა შიგნით როცა თბილა უკვე კარგია წყალი მთის არის კარგი წყალი იმიტომ რომ მასში არ არის ბრომატი ეს არის კოკა-კოლა ბოთლს ჯორჯიას მიერ ჩამოსხმული წყალი რომელშიც არის ეს ეგრეთ წოდებული უბრალოდ ნივთიერება ბრომატი 0 ეს ნიშნავს რომ ის არის სრულიად სუფთა თავისი ქიმიური მახასიათებლებით და ძალიან კარგი რომ ასეთი წყალი საქართველოში შეიქმნა და კოკა-კოლა ბოთლს ჯორჯია ამაზე კარგი ხანი მუშაობდა როგორც მე ვიცი საინტერესო რაღაც ვთქვათ მაგაზე აბა ბრომატის გაჩენა ხდება ხომე ბრომიდი არის ნივთიერებების წყალში მონივრად არის ხომე ოზონიფიკაცია ერთ-ერთი ხერხია სტერილიზაციის იმის წყლის და ჩამოსხმა ხო როცა ოზონიფიკაცია და ყველაზე მარტივი ხერხია ოზონიფიკაცია წყლის სტერილიზაციის და დეზინფექციის ხო და როცა ოზონი ერევა ხომე წყალში ბრომიც ხდება ბრომატი ჟანგბადის მოლეკულა ემატება ხომე ანუ ამის გასუფთავების ტექნოლოგიაში ამის გასუფთავების ტექნოლოგია ესე იგი სხვანაირი აქვს ესე იგი რაღაცა კომპლექსურს იყენებენ ვიდრე უბრალოდ ოზონიფიკაციას ბრომატს აქვს ტოქსიკანტია სერიოზული და გულისრევის შეგრძნება, თიკმრის ფუნქციის დარღვევა და რაღაცებს წევს ხოლმე და ანუ გრძელვადაში მაგალითად აი ერთ-ერთი მიზეზი තමයි ძახიან ქვეყანაში წყალი არის ლევა არის ხოლმე ბრომატის რაოდენობა წყალში ხოლმე. კარგი, რა რაოდენობით წყალს იღებ ისე შენ ახლა რასაც გიყურებ, კაი 1 ლიტრა ნახევარი მე ხა წონითაც მაგალ თან პრედიაბეტის კანდიდატი ვარ. ამიტომ ავით ხეში ლიტრა ნახევარი litrას მაინც ხომ, მაგრამ მაგაზაც საინტერესო ისაა, რომ იძახიან ხომ, რომ ლიტრა ნახევარი ლიტრი უნდა მიიღო, ზოგადად ახლა ახალი კვლევები რაც არის კვებით პათოლოგიებში იძახიან, რომ რა ქვია, როგორც წყურია მაშინ უნდა დალიო. მაგრამ ბევრ ადამიანს წყურვილის ხო, აქნის შეგრძნება მოშლილი მექანიზმი. და ვაფშე არ ღებულობ, საერთოდ არ ღებულობ. ანუ ტიპები მე ვიცი, რომლებიც წყალს საერთოდ არ სვამენ. პაციენტებთანაც უამრავი მყავს მე, როდესაც პროცედურების მერე მჭირდება მე გარკვეული ფუნქციებიდან გამომდინარე რაღაც პრეპარატების გამოყენების მერე ვთხოვო რომ მიიღოს მეტი წყალი. აუ, წყალს რა და გეგონება ეუნები რომ ის ალოესვენი უნდა დალიო მწარი წყალი. არა, ანუ არა აქვს. დოს დმარს ხო? ხო, რაღაცა ცუც. კარგი. ბავშვიდან ჩანერგო ადამიანში ადეკვატურად ქონდეს მექანიზმი. კარგი, ესე იგი კულინარიაში წყლის თემა. ჩვენთან ონკანში წყალი მოდის სვამთ, ხო? და მაგალითად კულინარიას რო ამზადებ. რამე ბრომატის გარეშე წყლის თემა არის, რამე წყალს იყენებს სპეციალურად. თუ ონკანი და მნიშვნელობა აქვს, ახლა როგორ ნახეთ, აი აქ არის მინერალიზაცია, არის კალციუმი, ნატრიუმი, მაგნეზიუმი, კალიუმი, ხო, pH-ი ხა წერია, ქლორი, ტუტოვანი წონასწორობა. SO4, HCO3, ანუ რა ფტორი რაღაცე, ბევრი რაღაც წერი აქვს რა. ეს ყველაფერი არის განსაზღვრა სიხისტეს წყლის. წყლის სიხისტე ზოგადად მოქმედებს როგორც მარინაციაზე, დუღილის ტემპერატურაზე, არომატის გადატანაზე და ეს ზუსტად ის არის რაც ჩვენ ჩაიდნებში დროთა განმავლობაში ილექება და ცუდი არ არის, იმიტომ რომ რა ქვია ხა ისაც ილექება დიდად ქლორის მეტი რაოდენობა ხო, მაგრამ ეგ ქლორიც არ არის წყალში რო არის, ქლორი წყალში რო არ იყოს არც დავლებდი ალბათ. გარდა იმისა, რომ წყალი ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სამზარეულოში. იმიტომ რომ თერმოგადაცემის მხრივ სასწაული არის და გემოს გამხსნელი და ასე შემდეგ. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნაირსახეობას წყალს. ახლა უყურეთ როგორ რაღაცა კლასიკური გამოხდილი წყალი pH-ში არის 7. და ეს არის 7.1 და 7.9-მდე არის ეს. ტუტეა უფრო ესე იგი, იმიტომ რომ მინერალები აქვს შიგნით. მინერალიზაცია იხდებს მარინაციის, ახლა როგორ რაღაცა ამ წყალს თუ გამოვიყენებ მე ცომში, ხო? ჩემი ცომი იქნება უფრო, რა ქვია, ხისტი. უფრო მტრევადი, კვეჩადი უფრო. თუ დაბალ pH-ში გამოვიყენებ 6 ქვევით წყალს მაგალითად, ხო? ან ცოტა რაღაც ძმარს გაურევ. ანუ ეგ თემა არის კულინარიაში? წყლის ხისტას და pH-ში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უდიდესი. ანუ პასტას მე მოხარშავ ონკანის წყალში თუ მაგალითად. რა თქმა უნდა, განსხვავება არის. ვაა, ყავაზე აი ყველაზე მარტივი ის არის. აი უბრალოდ შეგლეთ ექსპერიმენტი, ხარ წყალს ხო სათამაში, ხო? განსხვავებული წყლები აიღეთ და გემოცხვა იქნება. შეუცვლის თვისებას ყველა ვარიანტში ყავას.
კი, იმიტომ ამბობენ, რომ ჩვენთან მაგალითად Coca-Cola-ზე ამბობენ, რომ ძალიან გემრიელი, იმიტომ რომ წყალი არის გემრიელი და მუდიც ეგრე. რატო არის რეგიონის რა იყო, რატო არის რეგიონის რა იყო, გითხარეს, რატო არის ყველა ქარხანა. იმიტომ წყლის რესურსებია. მაგარი რესურსია წყლის ძალიან, მაგითო. რატო არის კულტურა ზოგადად დუნაის გაყოლებაზეა ყველაზე დიდი ლუდის კულტურა მსოფლიოში. იმიტომ რომ იმ წყალს ფილტრავენ და იყენებენ. ყველა ძალიან მაგარი, იმიტომ რომ დუნაის მიდინებები ყველაზე მაგარი. ეს სასმელებში კი მაგრამ მე საკვებში თუ იყო ესეთი მნიშვნელოვანი რა, ანუ ეუბათ. ეხლა ჩვენ манипуляციას ვაკეთებთ ხოლმე ზოგადად ხოლმე მარილიანობის გაზ და რაღაცები, რაც მოქმედებს მაგაზე, მაგრამ წყალი უნივერსალური გამხსნელია და უნიშნულოვანესი რაღაცა არის. ვაა, კარგი, ძალიან მადლობა. კარგი, შენ წეგან კითხე მე და თავის კომპანიონებთან ერთად თუ როგორც არის მაღაზია აღარ მისაუბრია, მაგრამ გაქვთ სივრცე, სადაც ახლა შენ მოღვაწეობ, ხო? რა არის ყველაზე პოპულარული კერძი, რასაც ლუკა შეფი ამზადებს მაგალითად? მართლა იმან როგორც ფლობელის როლში ვარ და უკვე ჩემი სტაფის მეზოლოში აღარც მიშვებს ხოლმე ფაქტიურად, იმიტომ რომ ხელშუშლი ხოლმე პროვიდერი. უკვე არა, კერძები ერთად კეთებ. ზოგადად ეგ მინდა ბევრს ესმოდეს რომ შეფიც რო ხარ მარტო კერძს არ აკეთებ რა შენ გუნდს თუ ის კერძი არ მოწონს იმ გუნდმაც უნდა იდეები შემოგთავაზოს ეს გუნდური მუშაობა ეხლა ჩათვალეთ ფეხბურთის წვნელმა რომ მარტო ფეხბურთი თამაშობს ამიტომ რა ქვია ნუ რაღაცები გვაქვს ჩვენი რაც გვიხარია ძალიან არის უშუალოდ თავიდან მომდის ავტორო მენიუ არის ოღონდ მარტო ჩემი არა ჩემი სტაფის და ჩემი და გვაქვს მე მათ შორის შეფი მუშაობს მამუკა მამულაშვილი არის შეფი ჩემი ეს ვთქვათ მარჯვენა ხელი არის და ლიდერია სამზარეულოში და მისი კერძებით ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცაა ჩვენ სამზარეულოში და ერთად მუშაობს კოლაბორაციულად ეს ვთქვათ რა კარგი აი მე რას მიჩვევ რომ მოვიდეს შენთან რა გიყვარს ხორცი ხო გიყვარს მაგრამ ძროხის ლოყები აუ ეგ ძალიან მაგარი კერძია ო სამ ადგილას გამისიჯავ საქართველოში აუ როდნება რო ვაფშე რო აი ეგ გაქვს, ოკეი. სუკიც გვაქვს მაგალითად ძალიან გემრიელი თავისივე წვენის ნახარში გვაქვს სუკი კარტოფილი, ღორის სუკი აღვთ რა. ესეთ აი მჩიჩიებს გეტყვით ჯერჯერობით. ჩვენი დიბოლავთ ნეკნებს მაგალითად. იქვე გაქვთ ეს შესაძლებელი გვაქვს იქვე გარეთ ხო და ხორცი ქართული? ხორცი არა. ქართული არა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არის ქართული ხორცი. ფიზიკურად არ არის, მაგრამ ოდენობა და მაგ ხარისხი. ოდენობა და ხარისხი ბოლთ არ არის. ინგლისური ჯიშის რა ქვია, დორჩესტერის იმპორტირებული. ოკეი, თავის ყველა წესების დაცვით. კარგი, ჩიჩიებიდან სამი კერძი დავიმახსოვრე. ლოყები, ისა ფილე, იმისი ღორის და მესამე შემოვლილი ამბავი. დესერტებზე გეტყვით რომ ჩვენი ნიგზიანი ბადაჯანი ჭადის და ახორ დესერტია. ეგ გასინჯეთ. ნუ ნიგზიანი ბადაჯანი საერთოდ ხო ფენომენია. ჩვენ გვაქვს ნიგზიანი ბადაჯანი ჭადის და ახორ ზეთითი დესერტი არის ეგეთი და თქვენ თუნდაც ანეკდოტიებით არის თამაში სიტყვებზე ასე ვთქვათ რა დესერტი რა და კარგი გვაქვს ეგეთი რუბრიკა კი ან არა შენ ეთანხმები ან უარყოფ ჩემს მიერ ფორმულირებას და პასუხი შეგიძლია მოკლედ განმარტო კიდევაც ხო ესეთი პატარა თამაშია ნედლი ბრინჯის ჭამამ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა ნედლი პირე შავი ბრინჯის ხო აი ნაწილ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა კი კარგი ცხელი წყალი ეს ნამდვილად ესეა კი ბაცილიუს ცერეუსის სპორებს შეიცავს და ეს ცუდია ცხელი წყალი უფრო სწრაფად იყინება ვიდრე ცივი აი სამწუხაროდ ტყუილი არის კარგად კი ჟღერდა მაგრამ ანუ ჩატარებული ექსპერიმენტი ჩვენ ჩაგვიტარდა არ დადასტურდა ეს არ დადასტურდა არც ერთხელ კარგი არა და მაგარ კარგად ჟღერს იმიტომ რომ ეს აგიტაციიდან გადასვლა უცბად მყარ ფაზაში საინტერესო ჟღერს ფიზიკურად მაგრამ არ არის სამწუხაროდ ეგრე კარგი საფუარი არის ბაქტერია არა სოკო არის საფუარი სოკო არის თაფლი ერთადერთი საკვებია რომელიც არ ფუჭდება არა ერთ საკვები არ არის არის სხვა რაც არ ფუჭდება მაგრამ ერთ-ერთი საკვები რაც არ ფუჭდება კარგი კი ბატონო მიღებულია თან გააჩნია გარემოებები შენახვეს ახლა თაფლი თუ ტენიან გარემოში შენახე ისე გადაგექცევა თაფლი ჩემტერს და თან გაფუჭება ძალიან აბსტრაქტული ტერმინი არის აუ თაფლზე ის ერთი ორი სიტყვა გითხარი რა მე მაგრამ ეგ არის მაგალითად აი თაფლში მაგალითად თავისთავად რა ქვია გლიკემიის ინდექსი თაფს აქვს ამაზე ვთქვი ეგ რა თქმა უნდა მაგაზე არ სალაპარაკია ვინც გონიათ რომ მე თაფს ჭამ და შაქარს არ მივიწვევ ეს არის აბსოლუტურად არასწორი ეს რა ქვია ბუტული რა ქვია კლოსტრიდიუმ ბუტულინუმის სპორები ცხოვრობს თაფში თითქმის ყველაში და მაგათო ბავშვების კატეგორიულად არ შეიძლება იმიტომ რომ ტოქსიკური არის ბავშვებისთვის რა ანუ 2 წამდე ბავშვის იმუნური სისტემა არ აქვს არ არის რომ ის კლოსტრიდიუმ ბუტულინის მოკლას სპორი მოკლას ხო და მაგათო თავისთავად ხო ანუ არ ფუჭდებას ვერ ეტყვი იმიტომ რომ უკვე გაფუჭებულია უკვე იმუნური სისტემა ერევა და იმუნოკომპრომიზირებული ადამიანისთვის არ შეიძლება თაფლის მიღება. ოკეი. შეწვის წინ ხორცი უმჯობესია დავამარილოთ იმისათვის რომ ზედაპირზე ხრაშუნა ქერქი მივიღოთ. არის მაგაში რეალობა, იმიტომ რომ მარილი მაშინ რა ქვია, ტენის გამოტანის ხერხი ოსმოსის მეშვეობით. მე აჯიკას უსმევ ხოლმე გარშემო და იწება. იწება, მაგრამ ქერქს აი მარილს რა მოგამია, იცი რომ მარილს ოს ანუ ოსმოსი მიდის პედაგოგიშნობით წნევის გასვლა. შეიკავოს. ტენი გამოაქვს, ხო გარს იგრევე, მე მომშალო ის ტენი
მოაშორო ეს მარილი ზემოდან. რომ მომენტში უნდა მოვამშარო. შეწვამდე? შეწვამდე ხო, რა სტეიკი ხო დაყარეთ, დაამარილე, დატოვეთ. დავდე 1 საათი სიტყვა. 1 საათი არ უნდა. ნახევარი წვეთებს გაიკეთებს ეგრევე დაეთყობა რა. გავიგე. სხელი მარილში ამოვავლე რა. მე თვითონ მევასებ მაგის კეთება და. კი ბატონო, ხო და მე რომ პონტ ვეგენ გამშავლო მოაშორო ეს მარილი თორემ მე შრალის თუ გავრეცხო პონტი. გარეცხვა რა. პროსტო შრალად ჩამოვაქრო. მე შეწვიდა ბატონო. დიდი მადლობა ლუკა, შეფ ლუკა, თქვენ მოგზაურობისათვის უღრმესი მადლობა. ჩემთვისაც საინტერესო იყო კიდე გიდასტურე პატივისცემას ყველანაირად როგორც შენ საქმიანობაში, ასევე კიდევ ერთხელ მაყურებელს ვეთქვი ლუკას მოსმენა. აქ კი არა, ზოგადად ყოველთვის საინტერესოა, იმიტომ რომ ცდება თქვენი მოწოდებული ინფორმაცია კულინარია ძალიან ფართი ასპარეზით და წარმატებები 2026-ში ყოფილიყოს თქვენი გუნდისთვის, შენთვის პირადად ყველანაირი სიკეთის, დოვლათის და რა ვიცი, საუკეთესო ყველაფრის მონტაჟი. მე წესით დარიგით უნდა გისურვოთ რომ ნაკლები საქმე გქონდეს, კარგი რო იყოს სამყაროს, მაგრამ არა, ჩემი საქმე ისეთია. კოსმეტიკოსი მარტო პოზიტიური საქმეები, აღდგინეთ და ვიღაცის მოჭრილი რაღაც კარგია, მოდესით ხატა. მიღებულია, გაიხარე. დიდი მადლობა ლუკა. მადლობა. ეპიზოდის პარტნიორია წყალი მთის